მოგესალმებით მეგობრებო. Ჩვენი დღევანდელი თემა გახლავთ მედიცინა და პედიატრია. მე გახლავართ მარიამ მიქაუტაძე. ჩემი თანაწამყვანი კი არის ქაბოტონი სოფიო ჭედია. ჩვენი სტუმარი კი არის ბატონი თემურ მიქელაძე. მადლობა პირველ რიგში ძალიან დიდი მოგზაურობისთვის. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო თემა გამოგვივა. მადლობა დიდი. მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისათვის. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ბატონო თემურ, პედიატრიაზე ამბობენ, რომ არის ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესია და მაინტერესებს თქვენთვის როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამოცდილი პედიატრისთვის საქართველოში. რა არის ყველაზე რთული ამ პროფესიაში? მე ვთვლი, რომ არა მარტო პედიატრია, ზოგადად მედიცინა და სამედიცინო სფერო არის საპასუხისმგებლო დარგი, რამე თუ ორმაგი პასუხისმგებლობაა პედიატრია, მე ვთვლი, რომ პირველ რიგში მთავარია შობლის დობის მიღება, შენდამი, რამე თუ ბავშვის დობის მოპოვება საკმაოდ მარტივია და ჩემთვის აი ყველაზე დიდი ბედნიერება არის, როდესაც რაღაც პატარა მოგიტანს რაღაც საჩუქარს, ეს იქნება თავის ჩანახატი, თუ რაღაც თავის გამოძერწილი, ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი მადლიერება და ამით მე ვიღებ უდიდესი ამოვნებას, მაგრამ როგორც წესი საპასუხისმგებლო არის, რა თქმა უნდა, პედიატრია, ერთადერთი ჩვენი პრივილეგია გვაქვს, რომ ბავშვი ზოგადად სიცოცხლისთვის არის, შესაბამისად უფრო მარტივია მისი მკურნალობა, უფრო მარტივია მასთან ურთიერთობა და მთავარია ის განწყობა მშობელს როგორ განაწყობ ექიმი პირველ რიგში შენს მიმართ. რამე თუ თერაპიული ალიანსი თუ არ შედგა ექიმს, პაციენტს და მშობელს შორის პედიატრიაში, შესაბამისად ვერანაირ დაავადებას ჩვენ ვერ წარმართებთ. ამიტომ მთავარია ეს სწორი მიდგომა, სწორი ალიანსი და სწორი ალიანსი ერთადერთი საწინდარია სწორი მკურნალობისა. ართალი ბრძანდებით აბსოლუტურად, ანუ ორმაგი პასუხისმგებლობა პედიატრიაში მუშაობა, როგორც მშობლის ისე ბავშვის მიმართ და ინტერნეტმა ხშირად გვესმის, რომ ინტერნეტმა დააგბნია მშობლები. რაც ინტერნეტში სოციალურ ქსელებში თავსდება, ეთანხმებით თუ არა, სწორია თუ არა, რომ აი ვთქვათ ესე მასიურად ხდება რაღაც მითითებების მიცემა ინტერნეტით საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა, არ არის სწორი, განსაკუთრებით უამრავი გადამოწმებელი მასალაა სოციალურ ქსელში. აქ უნდა გამიჯნოთ, ვინ აწვდის ამ მასალას, რამდენად ღირებულია მშობლისთვის ეს მასალა და ვის მიერ არის ეს მასალა მომზადებული. შეიძლება ჩემიც, თქვენიც, უამრავი ჩვენი კოლეგის მასალა არის ინტერნეტში, ეს არის მაღალმტკიცებულებაზე დამყარებული, მაგრამ უამრავი შავი მასალა, რომელიც არის ძირითადად რეკლამაზე გათვლილი, რომელიც არის რაღაცა მეტნაკლებად რაღაც გამოსაყენებელ საშუალებაზე გათვლილი, რა თქმა უნდა, ეს არ არის მიუღებელია ჩემთვის, რამე თუ როგორც წესი ამას არავინ არ აკონტროლებს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში თქვენ ნახავთ, რომ თვითონ ეს სოციალური ქსელი იქნება თუ სხვა საშუალებები, მეტნაკლებად თუ გადამოუწყებელი მასალა 2-3 თვის შემდეგ თვითონ შლის ამ მასალას, ხო, ეს სოციალური ქსელი, Facebook-ი იქნება თუ ასე შემდეგ. იმიტომ რომ მე ხანდახან ხვდები, განსაკუთრებით ძირითადად მაინც რეკლამაზეა გათვლილი, ეს იქნება მედიკამენტის რეკლამა, ეს იქნება თვითონ ექიმის რეკლამა, ხო, მე მქონია შემთხვევა, ექიმი, რომელიც თვითონ დადის ვითომ რაღაც რეკლამას უყურებს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს და თვითონ აუტოიმუნურ დაავადებას კურნალობს ვიღაცა ექიმთან. ხო, ესეთი შემთხვევაც ანუ რამდენად საშიშია სოციალური ქსელი მშობლისთვის. რა თქმა უნდა, საშიშია, გადაუმოწმებელი მასალა. თუმცა იმ სოციალურ ქსელში არის სპეციალური მაღალი მტკიცებულების სპეციალური გვერდები, სადაც ჩვენი კოლეგები, თქვენი კოლეგები, თქვენც ყველა გამოდიხართ, ერთ-ერთი ესეთი გადაცემა ეხა თქვენიც, ჩვენ არასოდეს არ მივაწვდით ისეთ ინფორმაციას, რომელიც მისთვის დამაზიანებელი იქნება. რამე თუ უმრავლეს შემთხვევაში ეს სწორედ განსაკუთრებით თვითმკურნალობა, რაღაცა მედიკამენტის შეთავაზება, განსაკუთრებით ეხება ეს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს, ან ზოგ შემთხვევაში ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება იწვევს ანტიბიოტიკურ რეზისტენტობას, ბიოლოგიურად აქტიური დანამატების მიღებით შეიძლება აუტოიმუნური ან ეგრეთ წოდებული ონკოლოგიური პათოლოგია პირიქით გაუმწვავოთ. ამიტომ ესეთი საინფორმაციო საშუალებები უნდა იყოს გადამოწმებული და რამდენად მტკიცებულებებზეა დამყარებული და ვის მიერ არის წარმართული. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მეტნაკლებად ახლა მშობელიც იცნობს, ხო, იგივე თავის პედიატრი იქნება, თავისი ოჯახის ექიმი იქნება და მას ენდობა. ეს სოციალური ქსელით იქნება თუ სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემით თუ სხვადასხვა მასობრივი საშუალებები და აქაც არის დიფერენცირება, ხო, ვის უნდა ენდო. და ეს მეტნაკლებად იცის მშობელმა, მაგრამ არის ისეთი პათოლოგია რომელიც არის ქრონიკული პათოლოგიები ბავშვებშიც სამწუხაროდ გვაქვს ესეთი საბედნიეროდ ბავშვებში არ არის ისეთი ბევრი თითზე ჩამოსათვლელია ქრონიკული პათოლოგიები განსაკუთრებით იშვიათი დაავადებები რომელთა 5-10% მართვა მეტნაკლებად შესაძლებელია და სწორედ აი ამ ეს ბავშვები და ეს მშობლები ეხევიან სწორედ ამ მითითებებში ხო იგივე ეს ეხება ძირითადად ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს იმიტომ რომ არანაირი ბიოლოგიურად აქტიური დანამატი თუ მას მტკიცებულება არ აქვს ხო მონოთერაპიის გარეშე არანაირი ეფექტი არ არის და სწორედ ეს ბავშვები იღებენ
ჩვენს მშობლები უამრავ თანხებს იხდიან, ხო, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში სხვადასხვა განვითარების ეტაპების დაყოვნების მქონე ბავშვებში, ხო, ეს იქნება აუტიზმი, ყურადღების დეფიციტის სინდრომი, ჰიპერაქტივობის სინდრომი თუ ასე შემდეგ. მიდის პაციენტი სხვა რესპუბლიკაში, გვერდმყოფი ქვეყნებში, აი ელემენტარულად ავიღებ თურქეთში, ჩამოდის უამრავი ბიოლოგიურად აქტიური დანამატებით, არანაირი მტკიცებულება მას არ აქვს და იღებს უამრავ თანხას ყრის ამაში, როდესაც შეუძლია ეს თანხა დაახარჯოს იმაში, რომ ბავშვთან ერთად ისე ირნოს, იქ უფრო მეტი ღირებულება იქნება და უფრო მეტი დრო დაახარჯოს ბავშვთან ერთად, ვიდრე ის ბიოლოგიურად აქტიური დანამატები. და სწორედ ესეთი მშობლები ეხვევიან, იმიტომ რომ მათ ბავშვს აქვს ქრონიკული დაავადება, ანუ ხანგრძლივად მიმდინარე დაავადება და შესაბამისად ისინი ცდილობენ მიუხედავად აი ამ შავი მასალისა, სწორედ ეს საშუალებები გამოიყენონ და ეს პირველ რიგში, როდესაც მე ვთავაზობ მშობელს, ხო, მათაც აქვთ ხელმისაწვდომობა, ხო, ნებისმიერი მასალას, როცა იღებ ეს იქნება პრეპარატი თუ გაძლევს ვიღაცა რაღაც რჩევას, მეტნაკლებად მათ შეუძლიათ უფრო მაღალი მტკიცებულების ეგრეთ წოდებულ საინფორმაციო საშუალებებში, ეს იქნება საიტები თუ ასე შემდეგ გადაამოწმონ და ყოველთვის ურჩევ მათ, რომ ეს გადაამოწმონ და იმის მერე მიიღონ ეს პრეპარატი. დიახ, ნამდვილად. ეხლა დამებადა ესეთი კითხვა, იმუნიტეტის თემა არის კიდევ ძალიან აქტიური. რა არის მითი და რეალობა იმუნიტეტზე? როგორ შეგვიძლია რეალურად ბავშვის იმუნიტეტი გავაძლიეროთ და ასევე ვიტამინებზე მინდა კიდევ დავსვა კითხვა. მე მახსოვს, როდესაც პედიატრიას გავდიოდი, ჩემი ლექტორი რადიკალურად გვეუბნებოდა ხოლმე, რომ აი D ვიტამინის მიღებაც მაინც ვერ შეავსებს იმ რეალურად დანაკლისს, რაც თუ არის D ვიტამინის დანაკლისი, რაც რეალურად დგას, ხო? აი თქვენ ამასთან დაკავშირებით რას გვატყუთ? უამრავი ფარმაკოლოგიური ეს არის პრეპარატი არის შედგენილი, რომელიც გეუბნება, რომ აი ეს ვიტამინი შენ გადაგარჩენს, გაგაძლიერებს. რას ფიქრობთ ამაზე? რა თქმა უნდა, ესე არ არის, როდესაც ჩვენ გეკითხებიან ორი დაავადება გვაქვს, ხო, ბავშვებში ეს არის თანდაყოლილი იმუნოდეფიციტები, რომელსაც მეტნაკლებად ჩვენ ქვეყანაში ვმართავთ, ესეც ქრონიკული დაავადებებია და არის თანდაყოლილი იმუნოდეფიციტების ისეთი ფორმები, რომელსაც ჭირდება მაღალტექნოლოგიური ჩარევები და სწორედ ჩვენი ქვეყანა მეტნაკლებად ჩვენი დანძაცვა უზრუნველყოფს იმას, რომ ესეთი ბავშვები გააგზავნოს მაღალგანვითარებად ქვეყნებში, რომელსაც უტარდება გადანერგვის პროცედურები და ასე შემდეგ. და მეორე არის შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, ანუ შიცი, ხო, შესაბამისად, აი ამ ორი დაავადებების მართვისას არსებობს იმუნოთერაპიული საშუალებები, ხო? ზოგ შემთხვევაში იმუნომოდულაციური საშუალებები, ზოგ შემთხვევაში იმუნოსუპრესიული საშუალებები. სხვა შემთხვევაში ჯანმრთელ პაციენტს, ბავშვი დაახლოებით 5 წლამდე, ანუ სკოლამდელი ასაკის ბავშვი წლის განმავლობაში ავადობს დაახლოებით 10-დან 12-მდე. ხო, ეს არის სხვადასხვა ვირუსული ინფექციები და ეს არის ნორმა. შესაბამისად, არანაირი იმუნობიოლოგიური საშუალებები, ეგრეთ წოდებული იმუნიტეტის სასამაღლებელი საშუალებები მას არ ჭირდება. იმუნიტეტის სასამაღლებელი საშუალებები ბავშვებში ეს არის სწორიკვება, ფიზიკური აქტივობა და შესაბამისად სწორი კვებით ჩვენ იმ მიკრო და მაკრონუტრიენტებს ვაძლევთ, იგივე ეს იქნება D ვიტამინი, იგივე ეს იქნება სხვა წყალში ხსნადი თუ ცხიმში ხსნადი ვიტამინები, მარტო D ვიტამინის დეფიციტი არ არის, ხო? იქ აი განსაკუთრებით მალაბსორბციის სინდრომი, ანუ შეწოვის პროცესების დარღვევა, როდესაც არის ბავშვებში, ხო, არის იგივე თანდაყოლილი პათოლოგიები, არის სხვა ცხიმში ხსნადი ვიტამინების დეფიციტი, როგორც არის A, D, E, K ვიტამინი, ხო? ამიტომ ჩვენ ასეთ კომპონენტსაც ვაძლევთ ბავშვებს, მაგრამ D ვიტამინი უკვე ბოლო პერიოდში თითიდან გამოწვეული თემაა, ხო? პედიატრებისთვის ეს ახალი არ არის, ჩვენ რაც მე როცა დავიწყე ექიმობა, ჩემი მასწავლებლები D ვიტამინს ყოველთვის ნიშნავდნენ, ხო? მაგრამ სასურველია, რომ ბავშვებში ჩვენ გამოვიყენოთ საპროფილაქტიკო დოზა. თუ ბავშვი არის ძუძუთი კვებაზე, როგორც მოგეხსენებათ, ყველაზე კარგი იმუნობიოლოგიური საშუალება ეს არის დედის რძე. ამიტომ ჩვენ მაქსიმუმ უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დედის რძე ხანგრძლივად შეუნახოთ ბავშვებს და სამწუხაროდ აი ჩემი პროფესორი ჩვენი მასწავლებელი ქეთი ნემსაძეს ჰქონდა ესეთი ცნება შემოღებული, რომ ბავშვისადმი კეთილგანწყობილი საავადმყოფო პირველად მან შემოიღო საქართველოში ეს ტერმინი, რას ნიშნავს, რომ სამშობიაროებში ხელოვნური საკვები საერთოდ არ უნდა მიცე ბავშვს და მაქსიმუმ უნდა გააკეთო იმისათვის, რომ დედას რძე შეუნარჩუნო და ყველაფერი ლაქტაციის სპეციალისტებია მაღალგანვითარებად ქვეყნებში. ჩვენთან სხვა რეალობაა, ხო? მოდის ჩემთან პაციენტი 4 ბავშვთა კვება აქვს ერთდროულად გამოცვლილი, ხო? ამიტომ აი დაკარგა სტატუსი ბავშვისადმი კეთილგანწყობილმა საავადმყოფოებმა და შესაბამისად, როცა ბავშვი არის ძუძუთი კვებაზე, ამ შემთხვევაში ჩვენ ვთავთ საპროფილაქტიკო დოზას D ვიტამინისა. მათ შორის, როცა გადავდივართ უკვე სამწუხაროდ ხელოვნურ საკვებზე და როცა არის პრობლემა დედას არ აქვს რძე, თუ ბავშვი დღის განმავლობაში 800 მილilitrს ადაპტირებულ საკვებს იღებს 800 მილilitrზე მეტს, მას საერთოდ არ ჭირდება D ვიტამინის დანიშნვა, რამე თუ ის საკვები შეიცავს, ხო? ამიტომ ეს არის ზედმეტი თანხის გადახრა. ანუ უფრო ტრენდია და რეკლამა ვიდრე საჭიროა. ტრენდია, არაფრის მომცემი არ არის და თუ ღირდა D ვიტამინი რაღაც ენ თანხა არ არეკლამირებამდე და ესე გავრცელებულ მოდის, ანუ დააკვირდით ახლა თქვენ D ვიტამინი სამჯერ ენთახა გახდა და ესეთი ისიც არის ტერმინი, რომ საქართველოს მთელ მოსახლეობას D ვიტამინი ყველაზე იაფიანი პროდუქტია.
თელ მოსახლეობას ჭირდება დაახლოებით 100 ევროს D ვიტამინი. წარმოიდგინეთ, ხა ისეთი დაბალღირებულების ის არის და ერთი პრეპარატით 100 евро დაახლოებით D ვიტამინი, ხო? ამიტომ ესეც არის თითიდან გამოწვეული თემები, როდესაც ჩვენ განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ხა როდესაც არის მენოპაუზის პერიოდი, ოსტეოპოროზები, ზოგ შემთხვევაში სხვადასხვა მინერალების შეწავის დარღვევები, ამ შემთხვევაში ჩვენ D ვიტამინს ვრთავთ, არა მარტო D ვიტამინს, ხო? არის ესეთი პათოლოგიები, თუმცა მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული. ჩვენ საზღვრავთ D ვიტამინის დეპოს, ანუ მარაგს. იქ 0 ხო არ გიწერიათ, ეს ხო არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ აქვს D ვიტამინი. ანუ როცა არის ესეთი პათოლოგია, დეპო კი არ უნდა განისაზღვროს, უნდა განისაზღვროს მისი აქტიური ფორმა. აქტიური ფორმა კალციტრიოლი და შესაბამისად აი ამ შემთხვევაში ვრთავთ ასეთ პრეპარატებს, ხო? თუ ეს არის ენდოკრინოლოგიური პათოლოგია, სხვა შეწოვით მიმდინარე პათოლოგიები და ასე შემდეგ. მაგრამ ესეთი ტერმინიც არის, თუ ბავშვი 15 წუთის განმავლობაში არის გარეთ. მას ღია აქვს ხელები და სახე, მას D ვიტამინის დეფიციტი არ განუვითარდება მიუხედავად ღრუბლიანი ამინდისა, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა არის ისეთ განედზე, რომ აქ ამ განედზე შესაბამისად D ვიტამინის დეფიციტი არ არის. მაგრამ თუ ბავშვი იჯდება სახლში, იქნება გაჯეთ დამოკიდებული, რომელიც მეორე პრობლემაა. აი, წამოწოლილი ეხა წამოწოლილი მთელი დღის განმავლობაში, ხო, ბავშვები გარეთ აღარ გადიან, აღარ არის ურთიერთობები, ჩვენ ჩავდიოდით ეზოში, რაღაცას თამაშობდით, იქნებოდა ეს ფეხბურთი, სხვა ღონისძიებები თუ ასე შემდეგ. ერთმანეთს ემისეჯებიან სახლიდან, ერთმანეთს გვერდზე ზიან არესაუბრებიან, ხო? თუ დააკვირდებით, უკვე მეტყველების პრობლემებით წამოვიდა, ხო? ის მაღალფარდოვანი სიტყვები ეგრეთ წოდებული, ნელ-ნელა შემცირდა, ამოვარდა საერთოდ ლექსიკონიდან და გამარტივდა ლექსიკა პრაქტიკულად თუ დააკვირდებით, ხო? იმიტომ რომ ხდება ერთმანეთის მესიჯობა. თუ სახლში ვიჯდებით, აი ახლა ჩაბნელებულ სივრცეში D ვიტამინი არასოდეს ყოველთვის დაბალი გვექნება. ამიტომ არის სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა, თუ იქ არის მეორე პრობლემა, მშობელი დაკავებული სოციალური პრობლემებიდან მოდის ეს ყველაფერი, ხო? მშობელი დაკავებულია თავის სამსახურით, ბავშვზე იმდენ ყურადღებას ვეღარ გადადის შესაბამისად და ეს ბავშვი ცდილობს, სწორედ ამ გაჯეთ დამოკიდებულებით კომუნიკაცია კონდეს თავის ტოლებთან, ხო? აი ეს პრობლემა თუ ზოგადად მოგვარდება, რა თქმა უნდა ეს პრობლემაც თავიდან აღარ. რამდენად ზუსტად ამ კითხვაზე მინდოდა ეხა გადასვლა თანდათან. თქვენ ჩემი შვილის პედიატრი ხართ პირველი დღიდან და ანუ როგორ ახერხებთ საერთოდ, რომ ჩვენ ეხა კოლეგები ვართ და გასაგებია, რომ კომუნიკაციას ვამყარებთ თქვენთან მარტივად, მაგრამ არა მარტო ჩვენთან, რომლებიც საერთოდ თქვენთან შეხებაში არ არიან, ყველა პაციენტთან ეგეთი დამოკიდებულება გაქვთ, ყველას იცით პირველი დღიდან ბოლო დღემდე, ჩემზე უკეთ იცით ჩემი შვილის აცრების მდგომარეობა, რა აცრები აქვს გაკეთებული და არა. და რა მაინტერესებს, აი ჩემი შვილის პრობლემიდან გამომდინარე, მინდა დაგისვათ ეს კითხვა, გაჯეტები და აი ეს სოციალური ქსელები, რამდენად საშიშია, რამდენად ნორმალურია, რომ ბავშვი აი ესე მიჯაჭვული იყოს ტელეფონზე, სხვადასხვა იმაზე, რა ქვია, კომპიუტერულ სისტემაზე და კომუნიკაცია არ ქონდეს მშობელს მასთან. ეს იწვევს ძილის დარღვევას, ხომ? ჩემ შვილთან ახლა გარდატეხის ასაკშია და მაქვს ზუსტად ეს პრობლემა. როგორ ვარეგულიროთ ეს ყველაფერი, როგორ მოვაცილოთ გარდატეხის ასაკში მყოფ ბავშვისთვის, როგორ ავკრძალოთ, თუ ვერ ავკრძალავთ, მაგრამ როგორ შევზღუდოთ ეს ყველაფერი და როდის მივხვდეთ, რომ ბავშვს ძილის პრობლემა დაეწყო. ეს საკმაოდ რთული თემა, ამაზე ჩვენ შეიძლება რამდენიმე თვე და წლებით კი ვილაპარაკოთ. მთავარი არის ჯერ სახელმწიფოს რეგულაცია, არსებობს კიბერუსაფრთხოების სამსახურები, რომელმაც უნდა უზრუნველყონ, რომ ეს შავი მასალა, რომელიც დამოკიდებულს ხდის, რა სპეციალური თამაშები, საშიში თამაშები, რომელიც სუიციდამდეც კი მიდის ბავშვები და რამოდენიმე ათეული შემთხვევები მაქვს ყოველწლიურად ასეთი ირო და შესაბამისად გვჭირდება ნევროლოგის, ნეიროფსიქოლოგის და ფსიქოთერაპევტის ჩართვაც კი და ფსიქიატრის ჩართვა და მულტიდისციპლინური მართვა ასეთი პაციენტების. ამიტომ თავარი კიბერუსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს, რომ მეტნაკლებად ბოლო პერიოდში მოგვარებულია და შესაბამისად ესეთ შავი და მძიმე საშიში თამაშებს აღარ აქვს ბავშვებთან წვდომა. არის ქვეყნები, რომელსაც აი რაც იყო ლურჯი ვეშაპი თუ რაღაც, ხო? და იმაზე უარესებიც იყო სხვა, ეხაც არის რაღაც ეგრეთ წოდებული ჩელენჯები და გამოწვევები, რომელიც ერთმანეთს თავაზობენ და სუიციდამდე მიდიან ბავშვები, მაგრამ მეტნაკლებად საბედნიეროდ ესეთ შემთხვევები თითზე ჩამოსათვლელი იყო ბოლო პერიოდში იმდენად აღარ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ,
მშობლების ეს ყველაფერი მშობლების ჯანმრთელობის ფასად ხდება, შემდეგ ნევროლოგის, ნეიროფსიქოლოგი, ფსიქიატრის, მაგრამ თუ მშობელი არ იქნება მას ჩართული, ვერც ნევროლოგი, ვერც ნეიროფსიქიატრი და ვერც ფსიქოთერაპევტი ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, ხო? ეს ისეთი სპეციალობებია და საერთოდ პედიატრიაში 50-60% ნებისმიერი დაავადების მართვის არის მშობელი. თუ შენ მომიყვანე დაუშვათ ბავშვი ფსიქიატრთან ან ნეიროფსიქოლოგთან და ფსიქოთერაპევტთან და ის რეკომენდაციები არ შეასრულე, მაშინ რა აზრი აქვს მასთან მიყვანას, იმიტომ რომ ის გაძლევს რეკომენდაციას, შენ ზოგ შემთხვევაში ნიშნავს მედიკამენტის ჩართვის შედეგად შეიძლება მეტნაკლებად მოგვარდეს, ან ზოგ შემთხვევაში გამწვავდეს. ეხლა ძირითადად ძილის დარღვევებია, ხო, როცა ეკრან დამოკიდებული, რატო ხდება ძილის დარღვევა? იმიტომ რომ არის ლურჯი გამოსხივება, რომელიც იწვევს მელატონინის სინთეზის დეფიციტს, და მელატონინის სინთეზის დეფიციტი იწვევს ძილის დარღვევას, მაგრამ მეორე უკიდურესობაც არის, ხო, არ არის რეკომენდებული ბავშვებში ხშირად მედიკამენტოზურად მელატონინის ასეთ საძილე საშუალებების ჩართვა, ამიტომ მან შეიძლება სხვა პრობლემები წარმოშვას, ხო, იგივე ნეიროგანვითარების შეფერხებები, რაღაც შემდეგ უკვე აგზნება და ასე შემდეგ. ამიტომ ყველაფერი ჯობია ბავშვთან მოვაგვაროთ ბუნებრივად, მაგრამ არის რაღაც ქვეყნები, რომელმაც საერთოდ წვდომა აკრძალა, ხო, 15 ჩვენთან რო აიგრძალოს წვდომა, მე იქ არის მკაცრად განსაზღვრავს ის მშობელი და მკაცრად გაითვალისწინებს იმ რეკომენდაციას, ხო, ჯერ თავარია ჩვენი პასუხისგებლობა. ჩვენ შევძლებთ, რომ ეს აუგრძალოთ, მაგრამ ჩვენ შეიძლება მეტნაკლებად რაღაცა მაინც შევნიღბოთ და მაინც მივცეთ ეს ტელეფონი იქნება თუ გაჯეტი ან ჩაურთათ რაღაცა, იმიტომ რომ მეტნაკლებად იმით დაკავდეს ბავშვი, მაგრამ რა თქმა უნდა, ხა ჩვენ ესე არ უნდა შევხედოთ, რომ გაჯეტ დამოკიდებულება, ეკრან დამოკიდებულება, ტელეფონ დამოკიდებულება იწვევს ან აუტიზმს, ან ყურადღების დეფიციტს, ან ჰიპერაქტივობას. ეს სხვა ნოზოლოგებია აბსოლუტურად, ეს რა თქმა უნდა არ იწვევს მათ. აქედან ბავშვები ამ პრობლემებმა შეიძლება წარმოქმნას სხვადასხვა ნეიროფსიქიატრიული დარღვევები, თუ არიან დაკავებული აი სწორედ ამ შავი მასალით, მაგრამ რო არა ეკრანი, გაჯეტი, მაშინ მეცნიერებაც აღარ განვითარდებოდა. ეხლა რა თქმა უნდა, იქიდან იღებენ ისინი შემეცნებით მასალას და აუცილებელია რომ მშობელი ამას აკონტროლებდეს და სწორედ ეს შემოცნებითი მასალა სწორად მიიღოს და დროში სწორად იყოს განაწილებული. ადრეული ასაკიდან თუნდაც ენას სწავლობს. ისე იციან ინგლისური ენა, რომ საერთოდ ვერ ხვდები ამ ბავშვმა როგორ ისწავლა ეს და გესაუბრება აბსოლუტურად უპრობლემოდ და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემ მეგობრის ბავშვმა დაიწყო რუსულად საუბარი. რა თქმა უნდა, ეს არის გათვლილი, ოღონდ ზომიერებაზე უნდა იყოს და რა თქმა უნდა, აუცილებელია, უბრალოდ ამერიკის პედიატრთა აკადემია არ სჭირდება ხა მაინც ამერიკა, ხო? საერთოდ არ აძლევს რეკომენდაციას 2 და შემდეგ უკვე 5 წლამდე შეზღუდავს 2 წლამდე საერთოდ არანაირი ეკრანი, მათ შორის არც ტელევიზორი, 2-დან 5 წლამდე მეტნაკლებად შეზღუდულად, ხო? როცა სოციალური აქტივობა იწყება ბაღში სიარული და ასე შემდეგ, მაგრამ ისე რომ მთელი დღის განმავლობაში დაახლოებით 24 საათი არიან, ხო, მე მქონია შემთხვევა, როდესაც 2-3 დღე გადაუბია და საერთოდ არ დაუძინია ბავშვს. შესაბამისად იწვევს გამოფიტვას, ყველანაირი ნეიროჰუმორული აქტივობა და ნეირობიოლოგიური აქტივობა ქვეითდება და აქ არის ზუსტად იმუნიტეტის და იმუნოდეფიციტის პრობლემები და ესეთი ბავშვები უფრო ხშირად ხდებიან ალბათ მეტნაკლებად ზიან სახლის პირობებში, არ არის ფიზიკური აქტივობა და მთავარი პრობლემა რა წარმოშვა. არის დაავადებები 21 საუკუნის ცივილიზაციის დაავადებები, ხო? ჭარბიწონა, სიმსუქნე, მეტაბოლური სინდრომი და შემდეგ უკვე შაქრიანი დიაბეტი და აი თქვენ განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, როდესაც ბავშვები ჩაიკეტენ, აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 11%-ამდე მოიმატა სწორედ ამ დაავადებების ჭარბიწონა, მეტაბოლური სინდრომი და სიმსუქნე, იმიტომ რომ აი ამ 2-3 წლის განმავლობაში, როდესაც სახლის პირობებში იყო ჩაკეტილი მოსახლეობა. განსაკუთრებით 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებს და სწორედ ეს ჯგუფი არის მოწყვლადი ამ დაავადებების განვითარებისა, იმიტომ რომ შემდეგ უკვე ჭარბიწონა, სიმსუქნე არის ყველა სხვა დაავადებების, ეს იქნება როგორც ენდოკრინოლოგიური, კარდიოლოგიური. ხოიძლის პრობლემები, ახლა ჩემს შვილს მაგალითად, ახლა 17 წლის ასაკში, 16 წლის ასაკში ქონდა ჰეპატოზი, ანუ ცხიმოვანი დისტროფია. ახლა თქვენი შვილი არის ჯანმრთელი და საკმაოდ კარგი განვითარების ბავშვია, ესე ნუ შევხედავთ ახლა, ხო? არა, რა თქმა უნდა, უბრალოდ განათლებულიც არის და ყველაფერი და სწორად და ზომიერად აკონტროლებს ყველაფერს და ამიტომ რა თქმა უნდა ეს ჰეპატოზი ცოტა თითიდან გამოწვეული თემატიკაც არის, ხო? ეს ჰეპატოზები ბავშვებში ასე შემდეგ. ამიტომ აი თავარი არის აი ამიტომ სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა. თუ ეს სწორად იქნება შეჯერებული, შესაბამისად სხვა დაავადებების მართვაც იქნება კარგი. ვაქცინაციაზე მინდოდა კიდევ მეკითხა. მოკლედ ესეც ძალიან მასშტაბური თემაა და ყველა ამაზე საუბრობს. რას ეტყოდით მშობლებს, რომლებიც ჯერ კიდევ ეჭვობენ ამ თემასთან დაკავშირებით? მე ელემენტარულად ვეტყოდი, რომ მე თვითონ ვარ იმუნიზაციის ტექნიკური საბჭოს წევრი. ანუ ჩვენი რეკომენდაციით შემოდის საქართველოში ვაქცინები, ხო? მე რასაც არა მარტო
ვაქცინებში, ხო, ზოგადად მე რაც ჩემს სულს არ გაუკეთებ, იმას სხვას ვერასოდეს ვერ შევთავაზებ, ხო? ამიტომ ჩემი სამივე შვილი და დაახლოებით 9,5 პაციენტის ვიძმე მყავს, ყველა არის აცრილი. და მთავარია სწორი ალიანსი, ხო? ამ სწორი თერაპიული ალიანსი, მაგრამ შენთან როდესაც მოდის ბავშვი, 2 თვის ბავშვი და უამრავ კვლევებს უნიშნო. იქ იქნება სისხლის ანალიზი, საერთო D ვიტამინი, რკინა, ფერიტინი, საერთოდ არ არის ამაზე საუბარი, რომ ვაქცინას სჭირდება რაღაც განსაკუთრებული კვლევები. ხო, შესაძლოა აქედან უკვე იბნება მშობელი, რომ ხო არ არის რამე პრობლემაა, ამიტომ ჩვენ პირველ რიგში ჩვენ უნდა განვაწყოთ პაციენტი, რომ სწორად ჩაიტარდოს ვაქცინა. იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ ვმეორებ, ყველას ვთავაზობ ვაქცინას, ჩვენ ქვეყანაში ბოლო 15 წელია გვაქვს მაღალი ხარისხის მანამდეც კარგი ვაქცინები კეთდებოდა, ეხლა არ გათვალოთ, რომ ეხლა თქვენ ყველას დაასდევს ინდური და ჩინური ვაქცინა და ასე შემდეგ. ინდოეთი არის 1,5 მილიარდი, ჩინეთიც 1,300,000,000, ხო? ეს ვაქცინებს ვიტარებენ, იქ არავის სხვა ევროპული ვაქცინა იქ არ შედის, ხო? მაშინ ვერ განვითარდებოდნენ და ვერ გახდებოდა 1,300,000,000, ხო? იმიტომ რომ ვაქცინებით დაახლოებით 50-დან 60 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ყოველწლიურად იზოგება. და სწორედ ვაქცინამ გამოიწვია ის, რომ მოსახლეობა 9 მილიარდამდე ავიდა. ვაქცინამდე პერიოდში მოსახლეობა იქნებოდა 2 მილიარდი, ხო? აქედან რატო ეხა მე ყველა დაავადება მინახია და მათი სამწუხაროდ ლეტალური გამოსავალი, წითელა, უბედურება, ვამბოგარდის ენცეფალიტები ვითარდება და ჯანმრთელი ბავშვი უყურებ როგორც 15 წლამდე ნელ-ნელა ნელი სიკვდილით კვდება, საშინელება. მე როდესაც ექიმობა დავიწყე, იყო დიფტერიის შემთხვევები, საკმაოდ ხშირი შემთხვევები და საკმაოდ რთული სამართავი იყო, ზოგ შემთხვევაში ამოცნობა ან მისი დროული დიაგნოსტიკა და შემდეგ მკურნალობა, ყივანახველა შემთხვევების გარდაცვალება ჰქონდა 2-3 წლის განმავლობაში, რამოდენიმე ეს იყო განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბავშვებში და ყველას გონია, რომ ის ბავშვები რომ იქნებიან აცრილი, ჩემს შულს არ დაემართება. თუ მოცვა არ იქნა 90%-ზე მეტი, 95%-მდე. შესაბამისად ეს ინფექციები ისევ გავრცელდება. აი ხა მაგალითად საქართველო არის წითურასგან თავისუფალი რეგიონი, პოლიომიელიტისგან თავისუფალი რეგიონი, იმიტომ რომ მოცვა იყო მაღალი. ავსტრალია იყო დაუშვათ წითელასგან თავისუფალი რეგიონი, მოცვა მაღალი ჰქონდა, მაგრამ წელს მოიხსნა ის, იმიტომ რომ გავრცელდა უკვე წითელას შემთხვევები. განსაკუთრებით აი მიგრაციის გამო დაბალ განვითარებად ქვეყნებიდან როდესაც შემოდიან, ხო? ისინი აუცრელები არიან ძირითადად და შესაბამისად მათ შემოაქვთ ეს ინფექცია. ჩემი აზრით აი ამ კოვიდის ირგვლივ ტრიალებდა ეს ვაქცინასთან დაკავშირებით ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობა და ამან კიდევ უფრო დააშინა საზოგადოება და ალბათ უფრო რა თქმა უნდა ინფორმაციული ვაკუუმის პრობლემა არის, რომ ვერ ვაწოდებთ საკმარისად ინფორმაციას, რასაც შეგვიძლია ჩვენ ვაწოდებით. მაგრამ საზოგადოება არ იღებს. დააკვირდით ეხა შენ თქვენ იმას, რა ქვია, მე ამ ინფორმაციას როცა ვაწოდით, რაღაცა კომენტარებს. მე ხარ საერთოდ არ ვკითხულობ იმ კომენტარს, არც მაგ დრო ვერ წავიკითხავ, მაგრამ არის ჩვენ ვაწოდეთ სწორ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციას, რაც მე ვიცი ამ პრეპარატის ანოტაციის წაკითხვის დროს, ხო? აი იგივე გავრცელება იყო აფლატოქსინები რძეში და ხო იყო ხა აგორებული თემა იყო, რაღაც რძეში იყო აფლატოქსინი დიდი რაოდენობით. საქართველოში აფლატოქსინი მე ექიმობა დავიწყე, ზოვეთში ვსწავლობდი ერთი პირველი, იმიტომ რომ მაშინ რაღაც საბჭოთა დრო იყო და გადაიწია სამედიცინო იმას და დიდი გამოცდილება მივიღე, ბიოტექნოლოგიური კომბინატი ჰქონდა ტაბახნელაში, სადაც საზღვრავდით 90-იანი წლებში ელაიზას მეთოდით აფლატოქსინის რძეში. და შესაბამისად, როდესაც იქნებოდა რაღაც პარტიაში აფლატოქსინი იქნებოდა სხვა ბუნებრივი დამაბინძურებული, რომელიც რძეში 20-ზე მეტია, ეს პარტია იხსნებოდა. ეს არ იყო რაღაც კატასტროფა, ხო? აი ხა დავწერეთ ამ აფლატოქსინზე რაღაცა ელემენტარული კომენტარი დავწერე, რომ ყოველთვის იქნება ამაზე და ამაზე ატყდა ერთი ამბავი, იმიტომ რომ ძროხა ჭამს თივას, თივა ყოველთვის ნესტია არის ობისოკო, მეტია დიდი არაფერი არ არის. იქ და უბრალოდ მთავარია რომ ეს აფლატოქსინის დოზა იყოს დაბალზე დაშვებული, ხო? დაუშვათ ევროპული რეკომენდაციით არის 0.202, აი ამერიკული რეკომენდაციით 0.05, იმიტომ რომ იქ ცოტა უფრო მეტია. ჩინური რეკომენდაცია უფრო მაღალია, იმიტომ რომ რძე და რძის პროდუქტი რო არ იყოს მოსახლეობა ვერ არიარსებებს და ეს აფლატოქსინი ყოველთვის არის ამ რძეში და ჩვენთან რამდენი იყო? ჩვენთან იყო 0.3, ანუ ამერიკულზე ნაკლები, ევროპულზე მეტი და შესაბამისად ამაზე რაღაც კომენტარი რო დავწერეთ, ეს როგორც დაწერეთ, კლაუდ ბავშვებს და ასე შემდეგ, ხო? მაშინ რძე არ მივცეთ და საერთოდ არ განვი. ეხა ისევ ჭამენ იმრიგივე იმ სოფლის ნობათი იქნება თუ ნესტლე, ხო? სამწუხარო რეალობაა, რომ რაღაცა პირველი ბუმი როდესაც ხდება შეწყვეტენ, ისეთ კომენტარს გიწერენ იგივე იმ ვაქცინაცია, მაგრამ იყო რაღაც გადაცემებიც, იქ ვიღაც ანტივაქსერები, მაგრამ როდესაც ამათთან მე პრობლემა არ მაქვს, როცა დავждები
ჩემთან ვერ შემოვლენ იმაში, რომ მე ეს თემა მეტნაკლებად გავლილი მაქვს და ვიცი და იგივე ექიმებმა ეს რაღაც მეტნაკლებად იციან და ვერანაირად კომუნიკაციაში ვერ შემოვიდნენ, ადგა და წავიდა დაუშვათ. ესეთი ერთ-ერთი გადაცემა იყო, არ ვიცი, რაღაც იმედზე. ხო და ხო, მაგრამ ეს შემთხვევაში როცა არგუმენტულად მიაწვდი, მაგრამ ყოველთვის რა თქმა უნდა ინტერვენციას პაციენტი ერიდება, იმიტომ რომ მეტნაკლებად აცრა რა არის, ინვაზიური მეთოდია, ხო? მანიპულაციას უკეთებ ბავშვს, მაგრამ თუ სწორად აუხსნი თუ აუხსნი რომ ამ შენი ვაქცინათი აცერი და დაიცავე, ესეთი ტერმინიც არის. აცერი და დაიცავე ნიშნავს როგორც საკუთარი შვილი, ისე სხვისი შვილი. სხვისი შვილი რა, იმიტომ რომ 0.2-0.3% არის პაციენტები, რომელსაც აცრას ჩვენ ვერ უკეთებთ. აი სწორედ თანდაყოლილი იმუნოდეფიციტის მქონე ბავშვები, ზოგ შემთხვევაში სეზონური იმუნოდეფიციტის მქონე ბავშვები, ცოცხალი ვაქცინა არ შეიძლება. და ჩვენ ეს ბავშვებიც უნდა გადავარჩინოთ, იმიტომ რომ ამათ რო დაემართოთ ეს დაავადება 100% შემთხვევაში სიკვდილს იწვევს ამათთვის. როცა ჯანმრთელ ბავშვთან შეიძლება ის დაავადება დროული დიაგნოსტიკის შემთხვევაში, როგორც ეს ეხება დაუშვათ დიფტერიას, ყივანახველას მეტნაკლებად მედიკამენტოზური საშუალებები არის და ამას მოაგვარებ. მაგრამ ტეტანუს, ცოფს ვერ მოაგვარებ 100%-იანი სიკვდილით თავდება ორივე, ხო? ამიტომ ყველამ უნდა ჩაიტაროს გეგმიური იმუნიზაცია, რომ გადავარჩინოთ როგორც საკუთარი შვილი, საკუთარი ოჯახის წევრები, ისე სხვისი ბავშვებიც. ეხლა მინდა გადავიდეთ მუცლის ტკივილზე ბავშვებში, რომელიც არ არსებობს ბავშვი, ვისაც მუცლის ტკივილი არ ჰქონია. მაინტერესებს, როდის არის ყველაზე საშიში მუცლის ტკივილი? და მშობელი აგვიანებს გარკვეულწილად. არა, რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ გავსაზღვროთ ესეთი რაღაცა, მუცლის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მომართვის სიმპტომია, როგორც ამბულატორიულ პრაქტიკაში, ისე სტაციონარულ პრაქტიკაში, აი ზუსტად გაჯეთ დამოკიდებულებამ გამოიწვია ეგრეთ წოდებული ფსიქოგენური მუცლის ტკივილი, ანუ აბდომინალური შაკიკი. ბავშვს არ უნდა სკოლაში წავსვლა, სიმულირებს, იგონებს ძირითადად ისეთ ტკივილს, რომელიც მისთვის მისაღწევია. ეს არის თავის ტკივილი, თავი შეუძლია აღნიშნოს, გულის არეში ტკივილი, მუცლის ტკივილი და სახსრების ფეხის ტკივილი. ხა მაგ სხვა დიაგნოსტირება, სხვა სიმულაციური ტკივილის გამოწვევა მას არ შეუძლია. ხა ვერ გეტყვის, რომ გულს აქვს დაუშვათ კარდიალური შეტევა. ამიტომ ამბობს მუცლის ტკივილს, ფეხის ტკივილს და თავის ტკივილს. ეს არის ეგრეთ წოდებული აბდომინალური შაკიკი, აი მშობელსაც ამით მეტნაკლებად უკვე სტრესავს ბავშვი, მოყავს შენთან და აი თავი აქაც სწორი დიაგნოსტირება, იმიტომ რომ იწყება აღურაცხელი კვლევები. აღურაცხელი კვლევები მუცლის ტკივილისა, ხო? არსებობს რადიოლოგიური კვლევები, ზოგ შემთხვევაში ინვაზიური კვლევები, რადიოლოგიური მეტნაკლებად დამზოგველია, რა თქმა უნდა, თუმცა მაინც მეტნაკლებად შეშფოთებას იწვევს, ხო? ეხლა ჩვენ უნდა განსაზღვროთ სასიგნალო ნიშნები რა არის მუცლის ტკივილისა. ეს არის ძლიერი მუცლის ტკივილი მაღალ ცხელებასთან ერთად და თუცა აი ბოლო პერიოდში ცხელებად წამოვიდა ეგრეთ წოდებული ფსიქოგენური ცხელებები, ეგრეთ წოდებული სიმულაციური ცხელებია, როდესაც საერთოდ თერმომეტრი 40 გრადუსაც კი ცდება. და ეს მით უმეტეს ვერცხლის წყალი და ჩვენ ელექტრონული თერმომეტრი მეტნაკლებად ნორმალურს იჭერს. რა ხდება ამ დროს? თავის ტვინში, ანუ ჰიპოთალამუსში არის თერმორეგულაციის ცენტრი, ამიტომ თერმორეგულაციის ცენტრი სწორედ ამ გაჯეთ დამოკიდებულების გამო მეტნაკლებად არის გადატვირთული და სხეულის ნორმალურ ტემპერატურას აღიქვავს 36.5 როგორც 39-ს. იმიტომ რომ ამიტომ ის ამ დროს ნორმაა ტემპერატურის ზღვრული წერტილი გადანაცვლებულია და მეტნაკლებად აი ესე აღიქმება ეს და შესაბამისად არანაირი ანტიპირეტიული საშუალება არ მოქმედებს ამ ცხელებასთან. და თავისით მე როდესაც მშობელს განაწყობ, იგივე ფსიქოთერაპევტის სწორად ჩარევის და სწორად საუბრის შემდეგ 2-3 თვის მერე გადის ამ ბავშვებთან ეს ცხელება. ცხელება მუდმივად აქვს ცხელება 3 თვის განმავლობაში და აი ყოველ დღე თითოეულიანი ეგეთი შემთხვევა. ცხელება, რომელიც თან ახლავს მუცლის ტკივილს, მუცლის ტკივილი, რომელსაც ახლავს სისხლიანი დიარეა, მუცლის ტკივილი, რომელსაც თან ახლავს შეუპოვარი ღებინება, მუცლის გარშემოწერილობის ზრდა და ცხელებასთან ერთად სხვადასხვა ქირურგიული სიმპტომატიკა, როგორც არის დაუშვათ აპენდიციტი, როგორც არის პერიტონიუმის გაღიზიანების ნიშნები და ამიტომ ჩვენ ვიწყებთ რადიოლოგიურ კვლევას. პირველ რიგში არის ყველაზე ამაკლებად არაინვაზიური ულტრასონოგრაფიული ულტრაბგერით კვლევა, მაგრამ ულტრაბგერაც არ არის სკრინინგი, ხო? ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, ეს არის სკრინინგული კვლევა, არ არის აუცილებელი ულტრაბგერად ჩვენ დავსვათ აპენდიციტის, ანუ ნაწლავის ანთებითი დაავადების დიაგნოზს ვერ დავსვათ. ულტრაბგერით შეგვიძლია მივიტანოთ ეჭვი, ძირითადად შეგვიძლია მივიტანოთ მას წარმონაქმნებზე, სხვადასხვა ონკოლოგიურ პათოლოგიაზე, ნეოპლაზმებზე, ზოგ შემთხვევაში არის ნაწლავში ჩაჭედვა ბავშვებში, ანუ ინვაგინაცია, სამიზნისებური სიმპტომი და ეს არის სკრინინგული კვლევა.
ულტრაბგერით შემდეგ მივდივართ დაუშვათ ქირურგთან და ქირურგი აკეთებს სხვადასხვა ინვაზიურ კვირვებას, ეს იქნება კომპიუტერული ტომოგრაფია, კონტრასტით თუ კონტრასტის გარეშე და მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, რომელიც უფრო მეტად აფასებს სწორედ ამ ნაწლავის ანთებით დაავადებებს. ხო, კრონი, წყლოვანი კოლიტი, ნაწლავის სისქეს ზომავთ, ეხლა ჩემზე კარგად იცით ეხა ეს თქვენ მოგეხსენებათ და სწორედ აქაც უნდა დავსახოთ, ხო, ჩვენ ექიმთან როდესაც მოდის პირდაპირ კომპიუტერული ტომოგრაფია ინვაზიური მეთოდი, კონტრასტით არ უნდა დაუნიშნოს, ხო, როცა შეგიძლია შენ სკრინინგული კვლევით ეს პრობლემა მოაგვარო. თან ნაკლებ დაზიანება მიაყენო, თქვა, დასხივების თვალსაზრისით. აქაც გაწერილი თემატიკაა, ხო, პროტოკოლი არსებობს მუცლის ტკივილისა, ეს არის დაუშვათ სისხლის საერთო ანალიზი, 6 მაგი დიფერენცირებით, განავლის ანალიზი, როდესაც ეჭვიან ნაწლავის ანთებით დაავადებებზე, ეხა ბოლო პერიოდში მოდაში შემოვიდა, ხო, ნაწლავის ანთები კრონი, წყლოვანი კოლიტი, ცელიაკია, ეს შეგვიძლია ჩვენ დიფერენციროთ, ლაქტოზის აუტანლობა ბავშვებში. ეს არის არაინვაზიური მეთოდები, რომელთაც ჩვენ შეგვიძლია ეს დაავადებები სწორად წარმართოთ, მართოთ პირველადი ჯანდაცვის რგოლში ჩვენ პედიატრებმა, ოჯახის ექიმმა თუ მოვახდინოთ ამ პაციენტის რეფერალი ზოგ შემთხვევაში გასტროენტეროლოგთან, ზოგ შემთხვევაში ბავშვთა ქირურგთან, ზოგ შემთხვევაში განვითარების სპეციალისტთან, იგივე აბდომინალური შაკიკის დროს ნეიროგანვითარების სპეციალისტთან თუ მოზარდთა მედიცინის სპეციალისტთან, რამე თუ მუცლის ტკივილი განსაკუთრებით სხვადასხვა გინეკოლოგიურ პრობლემებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული და ამიტომ გინეკოლოგიის მოზარდთა სპეციალისტის ჩართვა არის ერთდროულად საჭირო. ესეთი კითხვა დამებადა. ზოგადად ახლა მეც ძალიან დიდი ხანი არ დამიმტავრებია სკოლა, დიდი ხანი არ არის გასული, რაც სკოლა დავამთავრე. და ვიხსენებდი ჩემთვის, რომ აი მართლა ალბათ უფრო მეტად არის ეს სიმულაციური ამბავი, იმიტომ რომ მართლა უფრო მარტივად მოიგონება, ასე რომ ვთქვათ, მუცლის ტკივილს, ვიდრე სხვა რაღაც ჩივილს, ხო? და მეც მახსოვს ჩემი ბავშვობიდან, რომ ავტომატურად ასოცირდებოდა თუ სკოლის გაცდენა გინდოდა, ან რაღაცის თავიდან არიდება გინდოდა, რაც დისკომფორტს იწვევდა შენში, ავტომატურად იგონებდი ამ მუცლის ტკივილს. ამ დროს მშობლები ნიშნავენ სხვადასხვა პრეპარატს თვით მკურნალობას აწარმოებენ. რა არის ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც მშობელი უშვებს ამ სიტუაციაში? რომ თვითონ აძლევს მედიკამენტს ბავშვს. ბატონო, თვითმკურნალობის დროს აუცილებელია არ გამოგვცეს სწორედ ეს ნაწლავის ანთებითი დაავადებები და ქირურგიული პათოლოგია, ხო? ზოგ შემთხვევაში, სხვა შემთხვევაში მუცლის აბდომა, ეგრეთ წოდებული ფსიქოგენური ტკივილები თავისით გაივლის. ხო, იგივე კოლიკა. თქვენ გინახე აღურაცხელი წამლებია კოლიკის დროს, ხო? და სწორედ თუ მთავარი მუცლის ტკივილის დროს არის სწორი ანამნეზის შეკრება. თუ სწორ ანამნეზის შეკრიბათ ნახავთ, რომ სხვადასხვა დიეტური რეკომენდაციით, ხო, დიეტური ჩარევებით. ანუ განსაკუთრებული დიეტა ბავშვებში არ იხმარება. აი გინახიათ შემთხვევა, როდესაც ნაწლავთა ინფექციების დროს, ეს იქნება ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, ღებინება თუ არა, გადადიან ბავშვები ბრინჯის ნახარსზე, კარტოფილზე მთელი დღე, რაც კატეგორიულად დაუშვებელია, ხო? ესეთი დიეტური რეკომენდაციები ბავშვებში არ უნდა მიიღოთ და სწორედ აი ამ დიეტური რეკომენდაციებით შეიძლება ნაწლავის შეწოვის პროცესები დავარღვიოთ, ხო? ყველა საკვების პროდუქტი უნდა მიიღოს, მათ შორის ყოველთვის თავაზობ, რომ როდესაც არის ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, ჩართეთ ცხიმი 30%-ით გაზარდეთ მოხმარებაში. ანუ შესაბამისად ჩვენ სწორი ანამნეზით ვადგენთ, ეს არის ფსიქოგენური ტკივილი, ეს არის განპირობებული სიმულაციური ტკივილი, აბდომინური შაკიკი, აბდომინური შაკიკის მართვა მარტივი არ არის, იგივე არის ჩვეულებრივი შაკიკი, რომელიც თავის ტკივილით მიმდინარეა, ხო? და სპეციალური ჯგუფები მუშაობენ ამაზე და ბიოლოგიური პრეპარატებიც კი ირთვება მძიმე შაკიკის დროს, ხო? ამიტომ მისი სწორი დიფერენცირებაა საჭირო. შესაბამისად თუ გვაქვს რაღაც ალიმენტური დარღვევები, ხო? განსაკუთრებით თუ იღებს აი მინერალური სასმელი, საქართველოში ჩვენ გვაქვს ბუნებრივი ესეთი მინერალური სასმელი, თუმცა ჭარბი მინერალიზაცია, ხო? და ბავშვებში აწერიათ კიდეთ მათ, რომ 7 წლამდე მისი მოხმარება არ არის მიზანშეწონილი ყოველდღიურად. ზომიერად უნდა იყოს და უნდა ავარჩიოთ ესეთი პროდუქტები, საკვები პროდუქტები, რომელიც არ იწვევს მეტეორიზმს, არ იწვევს კოლიკას და სწორად მომზადებული საკვები, ხო? ბავშვებში ჩვენ განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბავშვებში მეორე დღის საკვები ჩვენ არ უნდა გამოვიყენოთ, ხო? მიუხედავად მისი სამაციურე პირობებისა, ხო? ან ზოგ შემთხვევაში სწორად არ არის მომზადებული, როდესაც ხელოვნურ ნარევს აკეთებ, ამიტომ ბუნებრივი კვება არის იდეალური ბავშვისთვის, მას არც კოლიკა ექნება, არც რაღაცა საკვების აუტანლობა. შესაბამისად დედის რძეს აქვს ესეთი ფუნქცია, რომ თუ ბავშვი არის დაუშვათ ნაწლავთა ვირუსით დაავადებული, ვირუსული ინფექციით, ნაწლავთა ბაქტერიული ინფექციით, ან სხვადასხვა ვირუსული ეტიოლოგიის ინფექციებით, ზედა სასუნთქი გზებით თუ რესპირაციული პათოლოგიით, დედის რძეს აქვს უნიკალური თვისება და ისე გარდაიქმნას, რომ სწორედ იმ დაავადებების მართვისთვის ის იყოს პრაქტიკულად წამლის ანალოგი, ხო, მედიკამენტის ანალოგი. ამიტომ
ოქროს სტანდარტი ბავშვთა კვებაში არის დედის რძე, ან როდესაც სხვადასხვა ხელოვნურ ფორმულას ვთავაზობთ, სწორად უნდა იყოს მომზადებული, ხო? მშობელი არ კითხულობს, რომ ზოგი იხსნება დაუშვათ 80 გრადუსიან წყალზე, ზოგი 55 გრადუსიან წყალზე, მერე ამ წყალს ჩადებენ გასაგრილებლად, სხვადასხვა ცხელში გახსნიან, მერე ჩადებენ გასაგრილებლად წყლის ქვეშ, რომელიც კატეგორიულად დაუშვებელია და სწორედ ეს იწვევს მეტეორის გავრცელებულია, ყველა მეორე ამას აკეთებს, მაგრამ ამას რამდენჯერაც გინდა აუხსნა, ზოგ შემთხვევაში მერე რა კაცო მე ასე ვაძლევდი ერთი ჩემ შვილიშვილსო გეუნება ვიღაცა. ამიტომ აწერია როგორ უნდა მოამზადო. თუ ამას გაითვალისწინებ, არც კოლიკა იქნება, არც დიარეა იქნება, არც ყაბზობა იქნება და არც ეგრეთ წოდებული მეტეორიზმი, ხო? და ამ შემთხვევაში მაინტერესებს სამი რამ, რაც მშობელმა უნდა იცოდეს და არ იცის. ამ თქვათ, აი მუცლის ტკივილის დროს და აი რა სასწრაფო დამხმარების მინიმუმი უნდა იყოს სახლში, რომ თქვათ კლინიკაში მიყვანამდე ან სასწრაფო დახმარების გამოძახებამდე მშობელმა უნდა გააკეთოს. ეხ მუცლის ტკივილი ცოტა მაინც ჩვენ ცოტა ვყურებთ ესეთი მიდგომით, რომ არ იყოს რაიმე ქირურგიული პათოლოგია, ხო? პირველ რიგში ვრიცხავთ ქირურგიულ პათოლოგიას. თუ ბავშვს აღინიშნება განმეორებითი მუდმივი ტკივილი, რომელიც მეტნაკლებად არ ექვემდებარება ან დიეტურ ინტერვენციას, ან დაუშვათ რაღაც სპაზმოლიტიკურ საშუალებების გამოყენებას, რომელიც ბავშვებში მინიმუმამდე დაყვანილია, მე საერთოდ არ ვაძლევ რეკომენდაციას. თუ რა არის ეს თქვათ მშობელმა რომ იცოდეს რა არანაირი სპაზმოლიტიკური საშუალება, თბილი, სათბური მუცლის არეში, რამე თუ გამოვრიცხავთ ჩვენ ქირურგიულ პათოლოგიას. ქირურგიული პათოლოგიის დროს თბილმა შეიძლება პირიქით გამწვავოს და პერიტონიტი განვითარდეს, ხო? ამიტომ სასურველია რომ მაინც ერთი ზარი განახორციელოს ექიმთან, ხო? ან ზოგ შემთხვევაში თუ ადრეული ასაკის არის ბავშვი, ხა თუ 14-15 წლის განსაკუთრებით პრეპუბერტატულ პერიოდში გოგოებში, როდესაც იწყება მენსტრუალური ციკლი, ეს მენსტრუალური ტკივილები ასოცირდება ძირითადად მუცლის ტკივილთან და რომელიც თავისით ნელ-ნელა თავისით უკვალოდ გაივლის, მაგრამ თუ ბავშვს აღენიშნება ერთხელ მეორე ცხელება მუცლის ტკივილთან ერთად, სისხლიანი დიარეა, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება და მთავარი ღებინება, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რამეთო მან დაადიფერენციროს ეს პაციენტი მართავს ამბულატორიულ პირობებში თუ მოახდინოს ამ პაციენტის რეფერალი სტაციონარში. მენსტრუაციული ტკივილები ამ ადრეულ ასაკში ნორმა არის? რა თქმა უნდა ნორმაა, ოღონდ აქაც აუცილებელია აი მოზარდთა მედიცინის სპეციალისტის გავლა, ჩვენ რომელიც საქართველოში არ არის, მოზრდილთა მედიცინის სპეციალისტი მოიცავს თავის გინეკოლოგიურ ცოდნასაც, ხო? გინეკოლოგიური ცოდნა და შესაბამისად აქედან გამომდინარე უნდა შეფასდეს ხო არის რაღაც ენდოკრინოლოგიური დარღვევა, ხო არ არის რაღაც ჰუმორული აქტივობის დარღვევა, ან უშუალოდ ტკივილი ასოცირებული სხვადასხვა გინეკოლოგიურ პრობლემებთან, ამიტომ ამის დიფერენცირება ზოგ შემთხვევაში საჭირო, ელემენტარული ულტრასონოგრაფიული კვლევით ეს პრობლემები შეიძლება გამირიცხოს, ოღონდ აქაც მთავარია ნებისმიერი კვლევა, რომელიც კეთდება, ეს იქნება ელემენტარული ინვაზიური თუ არაინვაზიური კვლევა, უნდა გაკეთდეს ხარისხიანად და არ უნდა მოხდეს მისი გადამოწმება ხშირად. აი მე მქონია შემთხვევები, როდესაც ტკივილის გამო მშობელი ბევრი შემთხვევა ეს მიდის ერთ ულტრასონოგრაფისტთან, მერე მეორესთან, მერე მესამესთან მოხდება ამის აღრევა, მერე იწყება ამის უფრო მაღალი ინვაზიური მეთოდებით კვლევა და ეს ბავშვი მუცლის ტკივილი 80% შემთხვევაში თავისით გაივლის. ამიტომ მთავარია სწორი ანამნეზი, სწორი შეფასება და შესაბამისად სწორი გადამისამართება მაღალ კვალიფიციურ ექიმთან. ეს იქნება დაუშვათ ოჯახის ექიმი, პედიატრი თუ რადიოლოგი თუ ასე შემდეგ. მთავარია როგორ ხედავს, იმიტომ რადიოლოგს ეხა მედიცინა მეტნაკლებად ეს ადრე იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვაკეთებდით ხოლმე ლაპარატომიულ კვლევას საცდელს. არ იყო მაშინ ალს ულტრასონოგრაფიული კვლევა, არავინ არ აკეთებდა ეხოსკოპიურ კვლევას და აპენდიციტი იყო ყველა მეორე ბავშვს მუცლის ტკივილით აპენდიციტი კეთდებოდა. ისე როგორც ტონზილექტომია კეთდება ეხლა ყველა მეორე ბავშვთან, ხო? აპენდიციტი და 80% შემთხვევაში იყო კატარალური და ბრალდებოდა მე იმას, რომ ვირუსული ეტიოლოგიის ეგეთი ტერმინები იყო ადრე. ეხლა კეთდება ესეთი მაღალი ინვაზიური კვლევები, მათ შორის როდესაც სადიფერენციაციო კვლევა, ვაკეთებთ ულტრასონოგრაფია, შემდეგ კატ კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტული კვლევით და თქვენ ჩემზე კარგად იცით და თქვენ მაღალ კვალიფიცირად ვსვათ ამ დიაგნოზს და შესაბამისად ამის მიხედვით წყვიტავს და ცდილობს, რომ ქირურგმა აღარ გააკეთოს ტყუილად ოპერაციული ჩარევა. პარაზიტები ისევ აქტუალური პრობლემაა თუ გადაჭარბებული შიშია. როდის უნდა გავიკეთოთ ანალიზი, თქვათ ამ პარაზიტებზე, აქვს თუ არა აზრი ამის გაკეთებას, ძალიან აინტერესებს მშობელს პირველ რიგში და აი თქვათ რა ზედმეტი გამოკვლევები არ უნდა გავაკეთოთ ამ დროს.
პარაზიტის მკურნალობა უფრო პრობლემაა და ისეთ ტოქსიური პრეპარატების მიღება უფრო პრობლემაა, ვიდრე იმ პარაზიტების არსებობა, ხო? მაღალ განვითარებულ ქვეყნებში, აი, როცა ჩვენ დავდივდით პირველად როცა გავედით, რომ ვეკითხებოდით, ის საერთოდ ყურადღებას არც აქცევდნენ, რას ნიშნავს, ვერ იგებდნენ, იმიტომ რომ ეს არის თანხლები პროცესი, რომელიც ყველა ბავშვს შეიძლება ყავდეს. ამიტომ პარაზიტი, განსაკუთრებით ოღონდ არ უნდა იყოს ახლა ისეთი პარაზიტი, რომელიც აზიანებს დაუშვათ ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ამ პარაზიტი, რომელსაც ახასიათებს დაუშვათ ცხელებით მიმდინარე დაავადებები, ან იწვევს მძიმე ალერგიას, ასე შემდეგ ტოქსოკარა და ასე შემდეგ. ხო, ამ შემთხვევაში აუცილებელია პარაზიტოლოგთან კონსულტაცია და შესაბამისად ჯობია რომ მან დანიშნოს ანტიჰელმინტური მკურნალობა. მე პრაქტიკულად ვცდილობ საერთოდ არ დავნიშნო. და რა გამოკვლევები უნდა გაკეთდეს? ანტიჰელმინტური მკურნალობა, ჰელმინტები ეს არის ბუნებრივი პროცესი. დღეს მივცემთ პრეპარატს, ხვალ ჰიგიენურ ნორმას დაარღვევს, ის ეგრეთ წოდებული პარაზიტი ისევ ეყოლება ამ ბავშვს, ხო? ანუ ეს ნიშნავს, იმიტომ რომ მეტნაკლებად ბავშვები მაინც სწორად იკვებებიან ჩვენთან შედარებით და შესაბამისად ჩვენს გარემოში, იმიტომ რომ ცოტა ცხარეს ჭამთ, მჟავეს ჭამთ, ალკოჰოლს ვიღებთ, ასეთ გარემოში პარაზიტი არ ჩერდება. შესაბამისად ბავშვები მეტნაკლებად სწორად კვების შემთხვევაში, განსაკუთრებით ფასტფუდების კვების შემთხვევაში ესეთი არე უყვარს პარაზიტს და ყოველთვის რაც ჩივილები აქვს ძირითადად შეიძლება იყოს მუცლის ტკივილი, ზოგ შემთხვევაში ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, ქავილი, ასეთ შემთხვევაში მაინც ბუნებრივი საშუალებით და ელემენტარული, ხო, ეხლა ყველას შეიძლება გაიცნოს ნიორი, ოღონდ არ უნდა გააკეთოთ ადრე კეთდებოდა ნიორის საშინელება ტკივილ ის იწვევდა მუცლის ტკივილს, რასაც იწვევდა. ესეთი და ჰიგიენური ნორმებით ეს ჩვენ შეგვიძლია პარაზიტი გამოვაძეოთ და საკმაოდ ხშირად ესეც არის, მე მქონია შემთხვევები, როდესაც ერთი 20 პარაზიტი ერთდროულად ჩამოწერილი და დავშვათ ასკარი და წერია მახვილა და ასე შემდეგ. ასკარი და კი ბატონო ჭირდება მკურნალობა. მე მქონია შემთხვევები, როდესაც პაციენტმა ჩემთან ერთად ამოახველა მიღებისას მაღალმთიან რეგიონში, რა თქმა უნდა მას ჭირდება მკურნალობა, მაგრამ ეს ის რომ ასკარიდის გაუნაყოფიერებელი კვერცხი. ყველა ადამიანს შეიძლება ყავდეს, იმიტომ რომ მწვანილს ჭამთ და ის შეიძლება არასწორად იყოს გარეცხილი და იქ იყოს εν რაოდენობით კვერცხები, მაგრამ ყოველთვის იქნება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ პაციენტს ჭირდება მკურნალობა. უნდა გავსაზღვროთ რა არის აქტიური ფორმა ჰელმინთის და უშუალოდ ენტერობიოზი იქნება თუ ასე შემდეგ. ენტერობიოზი ზოგ შემთხვევაში საერთოდ მკურნალობაც არ უნდა და მე არც ვნიშნავ, თუ არ არის რაღაც განსაკუთრებული მძიმე კლინიკური გამოვლინებები, ხო? სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჯობია პარაზიტოლოგთან მისამართოთ, ვიდრე ის ტოქსიური წამალი მივცეთ, ქიმიური პრეპარატზე უარესია. მე მქონია შემთხვევები ზუსტად ღვიძლის უკმარისობის, თირკმლის უკმარისობის ამ პრეპარატებისგან განვითარებული, განსაკუთრებით, როდესაც რაში ჭირდება ყველგან წერია რომ ერთჯერადი ყოფნის დოზა, ხო? მქონია შემთხვევები 10 დღეს ვავენ, 2 თვის მერე ისევ 10 დღეს ვავენ ბავშვები ასეთ წამლებს და ეს კატეგორიულად უნდა შევზღუდოთ როგორც ექიმებმა, ისე მშობლებმა თვითმკურნალობა პარაზიტების. დიახ. რადიოლოგიას და პედიატრიას ახლა ცოტა გავაერთიანებ, როგორც იცით, რადიოლოგიური კვლევების მიმართ ძალიან დიდი შიში აქვს საზოგადოებას. ალბათ მშობლებში კიდევ უფრო მძლავრი არის ეს შიში. შეგვიძლია ვთქვათ, რა კვლევებს ვიყენებთ ბავშვებთან მიმართებაში, რა არის რელევანტური? რადიოლოგია პირველ რიგში ვცდილობთ რომ გავაკეთოთ სკრინინგული კვლევა, ეს არის ულტრაბგერითი კვლევა, ანუ ეგრეთ წოდებული ეხოსკოპიები. სხვა ეხლა მე თვითონ 25 წელი ვიყავი სოლიდარობის ფონდის წევრი. სოლიდარობის ფონდი იყო პედიატრიის ჯგუფის, ეხლა აღარ არსებობს ეს და აი ჩვენ 0-დან 22 წლამდე ასაკის ბავშვებს უსვავდით ამ ჯგუფში შემოდიოდა ყველა ონკოლოგიური პათოლოგია და შესაბამისად ამ პაციენტებს ან საქართველოს პირობებში უკურნალობდით, ან ხდებოდა მათი პაციენტების გადამამართება მაღალ განვითარებად ქვეყნებში. რამე თუ იმ დროს ჩვენ ქვეყანას არ ქონდა იმის საშუალება, რომ მაღალ ტექნოლოგიური სევსვერები აქ გვეკურნალო ამ პაციენტებისთვის, ხო? განსაკუთრებით სოლიდური სიმსივნეები, გადანერგვაზე როცა იყო საუბარი და რაღაცა. სხვა შემთხვევები, როდესაც მაინც უკვე მაღალ ტექნოლოგიურ კვლევებს თავაზობ, როგორც არის კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, პეტი და ასე შემდეგ, ეს უკვე მაინც მშობელთან ასოცირდება უკვე ონკოლოგიურ პათოლოგიასთან და იწვევს შიშს. შენ თუ ეხა აბდომინალური შაკიკის გამო კომპიუტერულ ტომოგრამას დანიშნავ, ხო, ეს კატეგორიულად მიუღებელია, ხო? ამიტომ უნდა სწორად შეკრიბო პირველ რიგში ანამნეზი, გააკეთო ულტრასონოგრაფიული კვლევა, თუ ულტრასონოგრაფია გაძლევს რაღაც ესეთ მინიშნებას და რამოდენიმე ასეული შემთხვევა მქონია ამისიც, ხო? საბედნიეროდ ყველა ბავშვი კარგად არის, როცა მას წარმონაქმნზე რაღაცა
დაუშვათ ლიმფური ჯირკვალი ზომიერზე 5 და 10 მმ და 15 მმ ლიმფური ჯირკვალი მოდაში შემოვიდა პაკეტები სწორად უნდა წაიკითხოს ექიმმა ულტრასონოგრაფისტი გაძლევს შენ ამის ინტერპრეტაციას და წერია იქ მაგრამ თავარია შენ წაიკითხო სწორად 15 მმ-ის გულისთვის ლიმფური ჯირკვლის გადიდების გამო რა უკვე კატეს ნიშნავთ კომპიუტერულ ტომოგრამას და იმას მიუღებელია ხო ის არის ნორმა გადაამოწმე 3-4 თვის მერე 20 დღის მერე თუ იზრდება რა თქმა უნდა მაღალ ტექნოლოგიური კვლევები ჭირდება, შეიძლება დაჭირდეს სხვა სპეციალობის ჩართვაც, ამიტომ მთავარია მშობელი არ შეაშინო განაწყო ისე, რომ ყველა პრობლემა შენთან ერთად უნდა ის მოაგვარო, ხო? მქონია რამოდენიმე ყოველ წელს მაგ ესეთი შემთხვევები სამწუხაროდ, არის საბედნიეროდ ბავშვებში ესეთი ონკოლოგიური პათოლოგია მეტნაკლებად მართვადი ეს იქნება ჩვენ ქვეყანაში, თუ იქნება უცხოეთში. აი რატო წამოვიდა ტერმინები, ეხლა ძირითადად უმრავლეს შემთხვევაში აი სისხლის სისტემური დაავადებები, ჰემოფაგოციტური სინდრომები, ლეიკემია და ასე შემდეგ, ყველა მიდის უკვე ამ ქვეყნიდან, ხო? და მე ვფიქრ ჩვენ ყავდა საკმაოდ მაღალი კვალიფიციური სტაფი, რომელმაც აი ამ ჩვენ რეგიონში ირგვლივ იგივე რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი ერთ-ერთი პირველად დაიწყეს კურნალობა ამ დაავადებებისა და აბსოლუტურად წარმატებით იმ პირობებში, როდესაც ფაქტიკულად დაფინანსებაც არ ქონდა, მაგრამ მე ჩემი აზრით რატო გააკეთა რომ ეხა უშვებს იმიტომ რომ 10 პაციენტიდან 3 ან 4 მაინც მიდიოდა უკვე საზღვარგარეთ ხო ამ ონკოლოგიური პაციენტის სამკურნალოდ თავის ხარჯებით იქნებოდა ეს 7 პაციენტი ისე უყურებდა გიყურებს, რომ იმას არ აქვს საშუალება, რომ წასულიყო, ხო? გამოდიხარ, რომ ადიფერენცირებ, ხო, მეტნაკლებად პაციენტებს და აიღეს ესეთი ის დაუშვეს სამ ქვეყანასთან არის ეხანდელი ხელშეკრულება და ასეთ პაციენტებს, იმიტომ რომ მეტნაკლებად შედარებით იაფიჯ არის ეს კურნალობა სხვა იშვიათ დაავადებებთან ერთად, რადგან არის ხა, ხო, ბუმი სამწუხაროდ მე ვარ ის ექიმი, რომელიც ნებისმიერი მედიკამენტის შემოტანას ყოველთვის დაუჭერს ხარს ქვეყანაში, ეს იქნება FDA-ის მიერ აღიარებული, ევროპის წამლის სააგენტოს მიერ აღიარებული თუ დანიის ყველა ქვეყანას აქვს თავის მკაცრი მარეგულირებელი. იაპონია ექვემდებარება თავის სტანდარტებს, დანია მაგალითად ექვემდებარება თავის სტანდარტებს, საერთოდ არ ექვემდებარება ევროპის წამლის სააგენტოს რეკომენდაციებს. დიდი ბრიტანეთს აქვს ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის ავტორიზაცია და ექვემდებარება ევროპის წამლის სააგენტოს საერთოდ არ ექვემდებარება. ჩვენ ქვეყანაში შემოდის როგორც დიდი ბრიტანეთის, ისევ დანიის, ისევ იაპონიის და ასე შემდეგ მკაცრი მარეგულირებლების წამლები. მე ყოველთვის დაუჭერ მედიკამენტის შემოტანას ხელს ხარს საქართველოში ნებისმიერი ავტორიზაციის მიერ ეს იქნება ამერიკის, ევროპის თუ დანიის თუ იაპონიის, ხო? მთავარია ეს პაციენტი გამოადგეს მას და სწორად იქნას ეს პაციენტი მისთვის მიღებული და ჩვენი ქვეყანაც მაქსიმუმს იმიტომ რომ ჩვენ მე როცა დავიწყე ექიმობა ძლივს კურნალობდით დაუშვათ ნაწლავის ანთებით დაავადებებს და ფილტვის რაღაც ქრონიკულ დაავადებებს. მეც ვერაფერს ვერ კურნალობდით და ეხა არის საუბარი უამრავ ონკოლოგიურ პათოლოგიაზე, რომელიც ჩვენ ქვეყანაში იფარება, უამრავ ავტოანთებით და აუტოიმუნურ დაავადებებზე, რომელიც უფასოდ და უსასყიდლოდ კეთდება. თითო იშვიათი დაავადებები, პანკრეასის ცისტოფიბროზი, ანუ მუკოვისციდოზი, არც ვიცოდით, ვერც უკურნალობდით, ორი პრეპარატი ქონდა და საერთოდ ვერ უკურნალობდით. ეხა არის საუბარი გენმოდულაციულ თერაპიაზე. მე ვფიქრობ, რომ ეხა ჩვენი შესაძლებლობის ქვეყნისთვის მეტი არ შეუძლიათ ამ ქვეყანას, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, ყველაფერი გვერდზე უნდა გადაიდოს, ორი პაციენტიც რა იყოს, რომ მისთვის ეს წამალი იქნება თუ მედიკამენტი თუ სხვა მედიკამენტი იყოს შემოტანილი. მიუხედავად ვიღაცების ავტორიზაციებისა და რაღაც უკუჩვენებებისა თუ ნებისმიერი უკუჩვენება სისტემური გამოვლენა ნება უნდა იბოძო ექიმა რომ მართო. ისთვის ხარება ექიმი. ხო, აკნე ტრენდზეც მახსოვს ძალიან მასშტაბურად ყველა საუბრობდა, რომ როგორ ნიშნავთ, რას აკეთებთ, ჩემი აზრით ძალიან ბევრი ადამიანის ფსიქიკა გადაარჩინა ამ მედიკამენტმა. რა თქმა უნდა, მაგრამ აქ არის საუბარი ის რაღაცაზე, ხო? ყველა მედიკამენტს აქვს თავისი უკუჩვენება, თავისი გვერდითი ეფექტები, თავისი სისტემური გამოვლენები. ნება უნდა იბოძო ექიმმა, ეხლა ჭხილებში წამოვიდა ეგ მულტიდისციპლინური გუნდი. გვაქვს ესეთი კლინიკები, ჩვენ რაში ჭირდება ეხლა მულტიდისციპლინური გუნდი? წაკითხვა ჭირდება 2 საათი ერთ ანოტაციას ან ერთ დაავადებას, ხო? გვაქვს up-to-date მე ამაში მე რო არ მქონდეს წყარო მე ვერ ვიარსებ დღეში 1 საათნახევარი ვარ წავიკითხო ვერ დავიძინებ აი მე ეგ პრობლემა მაქვს მე დამოკიდებული გავხდი up-to-date-ზე ჩვენ საიტზე რომელიც მაღალი მტკიცებულება აქვს ხო ეხლა წარმოიდგინეთ ბავშვები რომელიც სოციალურ ქსელზე არის მე როგორც ექიმი ამაზე ვარ დამოკიდებული ნებისმიერი დაავადება არ ჭირდება ამას განსაკუთრებული მულტიდისციპლინური გუნდი. ექიმმა უნდა მართო, ღვიძლის უკმარისობაა თუ თირკმლის უკმარისობაა, რამდენი შემთხვევა ქონია ხა არამედიკამენტოზური, ხო?
იგივე ეგრეთ წოდებული ანტიპარაზიტული, ანტიხელმინთური საშუალება უფრო მეტ ღვიძლის უკმარისობას იწვევს, ვიდრე იშვიათი დაავადების პრეპარატები. ამიტომ უნდა მართოს. მაგისთვის არსებობ. თუ არ არსებობ, არ უნდა იარსებოდეთ, სხვა რაღაცას უნდა მიხედო. მე ესე ვთვლი, თუ ხარ უნდა იყო, უნდა იმუშაო შენ სპეციალობაში, თუ არა და უნდა მიხედო სხვა რაღაცას, ხო? მე ესე ვთვლი და ანაზღაურებაც ახლა ექიმებს ძალიან დაბალი ანაზღაურება გვაქვს. იმ ანაზღაურებით up to date ვერ იყიდი და ვერ წაიკითხავ. 800 დოლარამდე ჭირდება წელიწადში ამის გადახდას, ხო? მე რა ვქნა, მე რაღაც ცოტა სხვა ნოზოლოგიების ფორმის პაციენტების მიღება მიწევს და ბევრი რაოდენობის პაციენტებია და რაღაც მეტნაკლებად მე უბრალოდ არ შემიძლია რო არ წავიკითხო. და მე ვიცი ამას რა მოყვება, მე თვითონ მკურნალო თუ გადავა მისამართო კლინიკებში, იმიტომ რომ მეც ექიმობა ეხა კაბინეტში ძდომით არ დამიწყია, ხო? 15-20 მორიგობას ვაძლევდი. თვის განმავლობაში პირველი გადაუდებელი დახმარების სამსახური ჩვენ გავაკეთეთ ამ ქვეყანაში პედიატრიული პროფილის, რამოდენიმე ექიმა, ეხა ერთი წარმატებული ჩემი მეგობარი აგრძელებს მას, ამიტომ ესე არ მოცულა ყველაფერი, ხო? ყველა არაფერი არ ქონდა საშუალება რომ კლინიკაში ზოგ შემთხვევაში ავტობუსი, ჩემ მეტი არც იყო, არ ავტობუსით წავსულიყავით და მეტროში ჩავჯდებოდი 15 კილომეტრი მივდიოდი ფეხით ან ფეხით. ესე გამოვიარეთ ყველამ. თქვენც ესე გამოიარეთ და ესეთი წვალებით მოვედით აქამდე. ეხა რა ვიცი, შეიძლება მე ეხა მაღალ ანაზღაურებად ვიყო, ვიღაცა დაბალ ანაზღაურებად, მაგრამ ყველაფერი სამწუხაროდ დამოკიდებულია იმაზე, რომ ამ ანაზღაურებით იმაში გამოიყენო, რომ სწორი ინფორმაცია მიიღო. სასეირნოდ არ დავდივარ უცხოეთში, მაგის ფუფუნება არ მაქვს, შეიძლება წელიწადში, 2 წელიწადში ერთხელ ბავშვებთან ერთად წავიდე. იქაც მივდივარ, რომ რაღაც ინფორმაცია ავიღო, ხო? განსაკუთრებით აი 20 წლის წინ, 15 წლის წინ ეს იყო ფუფუნება ჩვენთვის. და იყო რაღაც ევროპული კომპანიები, რომელიც ამას გვთავაზობდნენ, რომ წავიყვანეთ არასოდეს მედიკამენტებისგან არც გამიყიდია, არც იქიდან მანეთი საერთოდ არ მქონია ეს შეხება, ხო? ეს კომპანიები ცდილობდნენ, რომ აი ამით მაინც გამოიხატა, იმიტომ რომ მე ვცდილობ ყოველთვის ევროპული წამლები გამოვიყენო. ევროპული პრეპარატებს აქვთ ეგეთი ჩადებული ის, რომ არასოდეს ესეთ ინტერვენციას არ აკეთებენ, რომ ექიმს რაღაცა ფინანსურის გარიგებაში შევიდნენ. ხო, ერთადერთი იყო ხოლმე, რომ მივყავდით უცხოეთში კონფერენციაზე. საკმაოდ დიდი ფუფუნება იყო ჩვენთვის. სწავლობ ძალიან ბევრს. და იქიდან მოქონდა ეს ინფორმაციები ჩვენ და პირველი ჩვენი პროფესორები, პროფესორი ამირან გამყრელიძე იყო ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც ცნობადობა აწია ჩვენი ქვეყნის ევროპულ ქვეყნებში, ხო? და მე რამოდენიმეჯერ მომიწია მასთან ერთად ჩასვლა და ჩემთვის იყო ბედნიერება თუ როგორ ხვდებოდნენ იქაური კოლეგები მას, ხო? ეს ჩვენ და წარმოიდგინეთ, აი ესე მოვიდა ეს მედიცინა. ჩვენ ამბასადორები ვართ ჩვენი და ჩვენი ქვეყნის სამედიცინო პერსონალს აქვს ის პოტენციალი, რომ რეგიონში იყოს წარმატებული და მე არ აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანასაც ჯობია ჩვენი სამედიცინო სერვისები, ჩვენი ექიმების განათლება, უბრალოდ აქ არა გვაქვს სამწუხაროდ არის პატარა ქვეყანა, მაღალ ტექნოლოგიურ სერვისებს ვერ ვთავაზობთ, იშვიათ დაავადებას, რომელიც კურნალობა რამოდენიმე მილიონი ჯდება. მარტო იშვიათი დაავადებები არის დაახლოებით აღურაცხელი. 7-დან 10%-მდე ამ დაავადებების სამკურნალო პრეპარატები დამტკიცებული. უბრალოდ ამ 4 მილიონიან ქვეყანას 3 მილიონამდე ჩამოვიდა კატასტროფული შობოდა გვაქვს, იმასაც დავამატებ 37,000 800 ბავშვი დაიბადა, როდესაც ჩემი მასწავლებელი პროფესორი ირაკლი ციციშვილი, ავთანდილ კვეზერელი სუჩხუბობდნენ, რომ რა გვაშველება წელს დაიბადა 102,000 ბავშვი, წელს დაიბადა 98,000 ბავშვი, 90-იან წლებამდე. ძალიან შემცირდა, ხო? წარმოიდგინეთ 27,000 გასამმადდა. 1/3-ია პრაქტიკულად იმისი, ხო? კატასტროფული შობადობა გვაქვს, ხო? შესაბამისად რა რესურსებიც გვაქვს. გასულია ნახევარი საქართველოდან. კიდე რაც შეუძლია ამ ქვეყანას აკეთებს. ონკოლოგიური პათოლოგია, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, რამდენ ფულს იხდიდა პაციენტი. ხო, ეხა ეს პაციენტები იგივე ყველას გვაქვს, ხო, ირგვლივ ნათესავები, ახლობლები, ვინც ამ დაავადებებით არის და დროული სკრინინგი თქვენი დამსახურება რო დროულად ხდება და დროული ჩართვა ან ინტერვენციაში უფასოდ კეთდება. ეს იყო წარმოუდგენელი ამ ქვეყნისთვის. რა ვქნათ, ნელ-ნელა რაღაცა უნდა გავაკეთოთ და აკეთებს ეს ჯანდაცვაც რაც შეუძლია. მეტი ეხა მეც ვერაფერს ვეღარ გავაკეთებ. ეს ონკოლოგიური პაციენტები ყველა განწირული იყო, არ მიდიოდა უცხოეთში, სახლებს ყიდიდნენ, ბანკის ვალებით იყვნენ და მეტნაკლებად ეს პრობლემა პრაქტიკულად მოგორებულია და მაღალ ტექნოლოგიური კვლევები უტარდებათ უფასოდ. ვინ ფუფუნება იყო 20 წლის წინ MRT-ს გაკეთდება, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია თქვენ გეძებთ. ყველა კლინიკაში პირველი ექიმი თქვენ იყავით და ფუფუნება იყო, როგორც ჩემთვის დანიშნა მისი და მისი სწორი წაკითხვა.
ხო, ეს სოფო ერთ-ერთი მაღალკვალიფიციური რადიოლოგია, რომელიც სწორად კითხულობს. მარტივი არ არის ექიმს გაბნევს ამას, როდესაც არასწორი ის მოდის და წარმოიდგინეთ, საიდან მოვედით და რა საშუალებაც გვაქვს, ეს უნდა გამოვიყენოთ. მეტი ნელა მე ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ეს ღელვაც ყოველთვის ჩაქრება და შესაბამისად ეს მედიკამენტებიც ყველა შემოვა ჩვენ ქვეყანაში. მე ესეთი კითხვა დამებადო თქვენი ამ ძალიან ხანგრძლივი გამოცდილების ფონზე. თუ გახსენდებათ რაიმე ერთი კონკრეტული შემთხვევა, რომელიც იყო ემოციური ძალიან თქვენთვის? ემოციური როგორ არ მახსენდება პრაქტიკულად ეს იგივე მე ერთ-ერთი ემოციური ჩემთვის როდესაც ახალი დაწყებული ექიმობა მქონდა 4 წლის გოგონა იყო ესეთი მძიმე სეფსიტით მიმდინარე როდესაც რაღაც მეტნაკლებად როგორც კი შემოვიდა ესევე ავიყვანე მე ჩემი ხელით ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რაღაც 12 საათამდე იქ ვიყავი და ულამაზესი ესეთი კულულებით მეტყველებ და ყველაფერი და მეორე დილით იმედი მქონდა რომ ეს ბავშვი და მოვედი და გარდაცვლილი დამხვდა. ეს იყო დაახლოებით 2019 წელს, ხო? ეხაც თვალიდან არ მომდის, ხო? ეხა ესეთი შემთხვევები უამრავი ყოფილა შემდეგ უბრალოდ. პირველი შემთხვევა ფიქრობდი საერთოდ დავანებე ექიმობას თავი თუ არა. იმიტომ რომ ჩემთან მოვიდა, იყო სეფსისი, მაშინ მედიკამენტებიც 2098-99 წელი იყო. ანტიბიოტიკები კი ქონდა, მაგრამ უკვე ელისებულად წავიდა ოსტეომიელიტი განვითარდა ბავშვთან და მძიმე დაგვიანებული შემთხვევა იყო მშობლის და მშობლის თუ არ ვიცი რაღაც აღრეული იყო და ველოდებოდი რომ ისევ მე კონტაქტებოდა მშვენივრად 12 საათამდე განვითარდა ელისებულად სულად დამთავრდა ეს შემთხვევა და მე საერთოდ დავარნებობ თავს. ისეთი ემოცია იყო, მაგრამ იგივე ეს იშვიათი დაავადებები, როდესაც ვიცი რომ ეს პაციენტი უნდა წავიდეს ვერ უმკურნალებ აქ. სხვა გზა არ მაქვს და უნდა უთხრა რომ რამე უნდა გამოძებნო რომ უნდა წახვიდე. ეს ერთი სიკვდილი ამის თქმა, ეგრე მარტივი არ არის. ამის თქმა და მე მყავს პაციენტი, ეხა ის ბავშვი არის 7-8 წლის, როდესაც მე დაურეკავ ხოლმე მას და საფრანგეთშია და რაღაც კურიერად და მძღოლად და იმათ მუშაობს ეს ბიჭი და დახვდება ხოლმე ჩვენ ქართულ პაციენტს და მიყავს იმ კლინიკაში რომ იქ რაღაც გზებით ცდილობენ რომ იმ დაავადებები ეს იქნება ავტოანთებითი დაავადებები თუ რაღაცა სხვა გაურკვეველი ეტიოლოგიის დაავადებები, რომელიც მათაც არ იციან. ხო? არის და მკურნალობენ გაურკვევ სხვადასხვა ბიოლოგიური პრეპარატებით, რომელიც რამოდენიმე მილიონი ევრო ჯდება. ყოველწლიური მკურნალობა, აი ეს მარტივი არ არის ამის თქმა, რომ ჩვენ ვერ შეიძლება უმკურნალოთ ამ პრობლემას. და ნამდვილად არ არის მარტივი. ემოციურად რამოდენიმე ყოველთვის არის რადიოლოგები ისეთი პროფესია გვაქვს, რომ აი ჩვენს ოთახში 220. კი. იქ მთელი დღის მანძილზე მინიმუმ 10 შემთხვევა ონკოლოგიური პირველი აღმოჩენა ხდება. ჩვენთვის ეს არის კატასტროფა და ჩვენთვის ეს არის აი საშინელი განცდა, რომ ადამიანს პირველად შენ უნდა უთხრა, რომ გაქვს ონკოლოგიური პათოლოგია. და ბავშვები კიდე 10-ჯერ და 100-ჯერ მეტად უფრო პრობლემური საკითხია, იმიტომ რომ ბავშვების მიმართ განწყობა სხვა არის და მას რომ უნდა დაუდგინო შენ რომ მას აქვს ონკოლოგიური პათოლოგია, ხაც მაჟრიალებს ძალიან მძიმე გადასატანი. აი როგორ ვუძლებთ ამ ბერნაუტს ძალიან რთულია ემოცია, ეს მარტივი გონი შეიძლება იღიმოთ და მეორე ვეღარ იღიმი ხარ, ხო, ელემენტარულად რაღაც განსაკუთრებით ისეთი პათოლოგიისა ონკოლოგიას კიდე რაღაცა შეიძლება რაღაც გამოსავალი მოძებნო და გამოსავალი საბედნიეროდ ბევრს აქვს, ხო? არის ისეთი პათოლოგია, რომელიც გამოსავალი არ არის და იცი როგორ დამთავრდება. აი ეს არის ურთულესი პრობლემა ამის ახსნა მშობლისთვის. და ამის გიწევს და ეხლა წარმოიდგინეთ რა უნდა კონდეს იმის სარგებელი ან იმაზე მეტი რაც ეს უნდა უთხრა შენ მშობელს, ხო? რა უნდა მიიღო ამისთვის არის ურთულესი პრობლემა. ამის ახსნა, მე ამის დალაგება, ამის უცხოეთში ეს დამოკიდებულია შეიძლება მთელი ქვეყნის ბიუჯეტი არ იყოს ერთი პაციენტის მართვას. არის ისეთი პათოლოგიებიც, ხო? სამწუხაროდ აი ეს იშვიათი დაავადების მქონე ფარმაცევტული კომპანიები აი სამწუხარო ხდება ეს კი ჩასვავენ ამ ბავშვს რაღაც კვლევაში, შემდეგ როგორც კი ამ პრეპარატს ექნება რაღაც ავტორიზაცია, უკვე ეს პრეპარატი ხდება რამოდენიმე მილიონი.
აი ეს არ უნდა მოხდეს. მე მგონი ადრე იყო სხვა მედიცინა, რომელიც უფრო ბავშვებზე, ადამიანებზე იყო ორიენტირებული. მედიცინა ადამიანისთვის იყო ეს მარტო საქართველოს არ ეხება, ძირითადად მოდის, მაინც მაღალგანვითარებად ქვეყნებში. ეხლა სამწუხაროდ გადავიდა ბიზნესზე. და შესაბამისად სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობა უნდა იყოს, რომ იგივე ის ამერიკის შეერთებული შტატები იქნება თუ მაღალი განვითარებადი ქვეყნები, მათ არ უნდა მიცენ უფლება ამ კომპანიებს, რომ ესეთი წამალი გაყიდონ. მე ესე ვთვლი. ასე უყურებ ამ საქმეს, რომ არ უნდა გაიყიდოს. ეს უნდა შეიქმნას იმისთვის, ამ კომპანიას კი ბატონო სახელმწიფო უნდა ჩვენ ვერ გამოუყოფთ, არა ვართ ის სახელმწიფო, რომ ესეთი კომპანიები ჩვენ ქვეყანაში ყვავდეს და მილიარდობით ფული მივცეთ ამ კომპანიას, რომ რაღაც მოლეკულა შექმნას. ამიტომ არის მაღალგანვითარებადი ქვეყნები და უნდა იყოს მკაცრად რეგულირებული სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურების მიერ, რომ ეს წამლები არ გაიყიდოს. მე ესე ვთქვი. კიდევ ერთი კითხვა მაქვს, ბოლო იქნება ეს ჩემი კითხვა. მოკლედ ჩვენთან ახლა ესეთი ძალიან სასიხარულო ამბავი მოხდა კლინიკაში, რომ ჩვენ არასამშობიარო კლინიკა ვართ, პაციენტს დაეწყო მშობიარობა და მივიღებ განყოფილებაში დაიბადა ბავშვი. პირველი ბავშვი ნიუ ჰოსპიტალის გამოცდილებაში, ასე რომ ვთქვათ და ეს იყო რაღაც საოცრება. ჩვენთვის როგორც კლინიკისთვის თქვენ ახლა რომ მოგვიყვეთ იმ რაღაც სასიხარულო ისტორიებიდან ერთ-ერთი, რომელიც პირიქით დადებით ემოციას იწვევს თქვენში და რამაც გადაგაწყვეტინათ, რომ ეს პროფესია ის არის, რაც მე მინდა, რომ გავაკეთო მთელი თქვენ საკმაოდ მაღალკვალიფიციური პედიატრიის გუნდი ყავთ და იმ ბავშვების მართვამ შენიურად ჩვენ ყველა ერთ კლინიკაში მუშაობდით. თქვენ კლინიკაშიც უბრალოდ აქაც აი პედიატრიაში აი ბოლო რეალობაში ვწხვდები, რომ უამრავი კლინიკაა გახსნილი და ეს აი მულტიდისციპლინური მართვა ნებისმიერი დაავადებისა ყველა ერთ კლინიკაში უნდა იყოს. მე ვთვლი, რომ სხვა ერთი პროფილის ჯგუფის ექიმები, იმიტომ რომ მე როდესაც ექიმობა დავიწყე, იყო ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა, სადაც დავიწყე და დაახლოებით 300-400 ადამიანი მუშაობდა ექიმი ამ კლინიკაში, ხო და პრაქტიკულად ყველა ეს ექიმი დიდი სიამოვნება, როდესაც ყველა კლინიკაში, სხვადასხვა კლინიკაში მივხვალ და ყველა შენი ძველი კოლეგა გვხვდება აქ და ყველა იგივე თქვენთან არის საკმაოდ წარმატებული პედიატრიული გუნდი, რომელსაც შეუძლია ამის მართვა. რა თქმა უნდა, ჩვენ პროფესიას აქ ერთი და მთავარი დადებითი, რომ ბავშვი იბრძვის სიცოცხლისთვის და მისი მართვა მთავარია მას არავნო, შესაბამისად მოყვება, გამოსავალი უფრო მარტივია. დღეს გასინჯავ ბავშვს, ორ დღეში დადებითი ეფექტი გაქვს. სამწუხაროდ მოზრდილებისგან განსხვავებით, ხო, იქ რაღაც უმრავლესი ქრონიკული პათოლოგიაა და ქრონიკული პათოლოგიის მართვა რთულია, ქრონიკული პათოლოგიის მთავარი მიზანი რა არის რემისიაში გადაიყვანო და ეს სიცოცხლე მას გაუხანგრძლივ. უბრალოდ ჩვენ შემთხვევაში ბავშვები თვითონ ჯანმრთელდებიან საბედნიეროდ თითზე ჩამოსათვლელი დაავადებების გარდა და ეს გაძლევს იმ ემოციას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის არაფერი არ არის ღირებული, როდესაც შენი პაციენტი რაღაც საჩუქარს მოგიტანს. ეს იქნება ეხლა ყველანაირი საჩუქარი მიმიღია, ყველანაირი ფასიანი. სახელმწიფო ჯილდოებიც, არასახელმწიფო ჯილდოებიც და ასე შემდეგ, ხო? როგორც გინდა ეხლა ის ცოტა ისე ფამილიარულად გამომივიდა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ღირებული არის ბავშვის მიერ მოწანილი ჩანახატი, გამოძერწილი საჩუქარი, რაღაც იმიტომ ეს რაღაც ჩემი ფიგურა გააკეთა ვიღაცამ, ეს არის ჩემთვის ღირებული. ხო, ხანდახან ერთობი კიდე ჩობოლთან ურთიერთობები, რაღაც ისეთი კურიოზები გაქვს, და ეს მირეკავს ვიღაცა, მე ვთქვი, გამომიგზავნა რაღაც სურათი, ჰემანგიომა არ იყო ის ჰემანგიომა, იყო ეგრეთ წოდებული სიძარღვოვანი მალფორმაციები, აი გინახიათ ხო, შუბლის არის ბავშვი, მე ვთქვი, არ ჩამოიყვანოთ, ყულად მოყავს, რაღაც რეგიონიდან მოდიოდა და არაფერი არ არის, თვითონ გაუვლის. აქ მითხრეს გამანგიომა, არაო, მე პროვოკატორი ვარო, აი მეუნება, მე იმის გამო პანიკერს ნახო, პროვოკატორი ვარო და უნდა ჩამოვიდო. მე ვთქვი, თუ პროვოკატორი ხარ, ას მოდიხარ. გუშინ წინ ხო ეგეთ შემთხვევა ხო და ანუ აი ესეთი ისინი არის და უნდა რაღაც სახალისო შემთხვევებიც არის უამრავი და შედიხარ რაღაც კომუნიკაციაში შობლთან და ეს ანუ მძივე დაავადება ყოველ დღე ერთი ან ორი ესეთი შემთხვევა სამწუხაროდ არის, მაგრამ საბედნიეროდ უმრავლეს შემთხვევაში გამოსავალი არის კარგი და პოზიტიური და ზოგ შემთხვევაში მაქსიმუმს ვაკეთებთ ყველა, რომ ეს პაციენტები ჩვენ ქვეყანაში ვმართოთ, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ იყოს მართული, იმიტომ რომ უამრავი კლინიკა, უამრავი იგივე იაშვილი, ციციშვილი, ნიუ ჰოსპიტალი, პრივატ კლინიკა, მე ეს ექიმები მეხმარებიან ამ პაციენტების მართვაში, ესენი საერთოდ არ ჩანან, უამრავ საქმეს აკეთებენ და კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო და მადლობა გადაუხადო მათ, იმიტომ რომ აი ამ მიუხედავად ამ წირი ანაზღაურებისა, რომელიც არ არიან ორიენტირებული ანაზღაურებაზე და აი აქ არ არის ზუსტად ბიზნესი ჩვენთან, ჩვენი პაციენტებისთვის ჩემი პაციენტი როცა სხვა ქვეყანაში მიდის, იქ უყურებენ როგორც ბიზნესის წყაროს. აი ხა თურქეთი რო არის მოდაში შემოღებული, ხო? ადრე მოსკოვში მიდიოდა ჩვენი პაციენტები, ეხა თურქეთში მიდიან, ხო? ის შენ ჩატარებულ კვლევებს, რამდენი შემთხვევა ქონეთ თქვენზე უკეთესად გაკეთებული მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია იქ არ კეთდება ზოგ შემთხვევაში, ხო?
მეორეჯერ, მესამეჯერ უკეთებს. კვლევებს, რომელიც აქედან მიდის, რა თუნდა, ხა სისხლის საერთო ანალიზი, იქ რა შეიცვლებოდა ნახევარ-საათში თუ სხვა ონკომარკერები თუ რაღაცა. ჩვენ გაგაღებულ ტომოგრაფიას არა მეორებინებენ. არა, ზოგ შემთხვევაში მე ბიზნესის გამო უყურებენ, თორე რა თქმა უნდა, და რაღაცებს აკეთებინებენ, რაც ნამდვილად არ არის. შენ პაციენტს კიდევ ერთხელ მეორებ, მე როდესაც რაღაც დანიშნულებას ვაკეთებ, ან რაღაც ინვაზიურ კვლევას ნიშნავ, თუ არაინვაზიურ კვლევას ნიშნავ. მე იმასაც ვითვალისწინებ, რომ რამდენად სოციალურად შეძლებულია ეს პაციენტი, რომ შეძლოს ამის გაკეთება. მარტივი არ არის კვლევების გაკეთება, ხო? ყველაფერი სოციალური პრობლემებია ქვეყანაში. ჯობია სწორად იკვებოს და ფიზიკური აქტივობით დაკვირდეს, ვიდრე ეს კვლევები გაიკეთოს, მაგრამ როდესაც ქვეყანიდან გადის, ის იმას არ უყურებს, იმას უყურებს როგორც რაღაც ნივთს და რაღაც ის წყაროს, რომ იქიდან მიიღოს სარგებელი ამ კლინიკამ. ამიტომ ჩვენ ამას ვზოგავ და მე ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ყველაფერი უნდა გადავცეთ ჩვენ ახალგაზრდა თაობასთან. პრობლემაა, რომ ბევრი აღარ მოდის უკვე მედიცინაში და მაქსიმუმ უნდა გავაკეთოთ, რომ ხა ახალგაზრდა თაობა გავზარდოთ, რომ ჩვენი პაციენტი ჩვენმე სწორად მართოთ და დავაინტერესოთ. უღრმესი მადლობა ამ საოცრად საინტერესო ინტერვიუსთვის. ჩემი აზრით, როგორც მაყურებელი, ეგრე ვისმენდი და იყო ძალიან საინტერესო. მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. თქვენ კი გამოიწერეთ ჩვენი არხი, დააკომენტარეთ, დასვით კითხვები, მაქსიმალურად ვეცდებით მომდევნო სესიები კიდევ და კიდევ უფრო საინტერესო შემოგთავაზოთ.